მოგესალმებით მეგობრებო, სეტან და სპორტ ჯორჯიაზე საკმაოხნიანი პაუზის შემდეგ პირველი ვიდეო სტუდიიდან, განახლებული სტუდიიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, საკლუბო ფეხბურთის დაბრუნებას ეხება და ჩვენ ვიწყებთ თითოეული ჩემპიონატის პრევიუს მიმოხილვას და როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე მასშტაბურს და მიმოხილვისთვის რომ მატევაც, მივადექით პრემიერ ლიგას განახლებული სტუდიით და განუახლებელი სახეებით, ხო? უცვლელი სახეებით. ალექსანდრე გაბრიჩიძე, ზუგა კობალავა და გიორგი ციხისთავი მომდევნო დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ 20-ვე კლუბზე, იმიტომ რომ პრემიერ ლიგამ მოიხვეჭა ისეთი სახელი თითოეულ გუნდს რომ დაუთმოთ სათანადო დრო. ზოგს ნაკლები, ზოგს მეტი, სხვა ლიგებზე ასე ნამდვილად არ იქნებოდა და ზოგიერთებს ერთ ქვაბში მოხარშავდით. მაგრამ არა, პრემიერ ლიგაზე ყველას თავისი კვოტა აქვს და ჩვენი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ვიწყებთ Coventry-თ, მაგრამ იქამდე გითხავთ, რამდენად მოგენატრათ საკლუბო ფეხბურთი და უფრო მეტად პრემიერ ლიგა. პრემიერ ლიგა უფრო მომენატრა ვიდრე საკლუბო ფეხბურთი ზოგადად. კი, ესეც მოსალმელი პასუხია. ხო, რაღაცები ძალიან საინტერესოა, სხვა ლიგებში როგორ განვითარდება, მაგალითად სერიამ ბევრი ფული დახარჯა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე და შეიძლება რაღაც level up-ი კონდეთ, მაგრამ პრემიერ ლიგა ცხადია რომ სხვაგანაა, სხვა სიბრტყეზეა. და ყოველთვის საინტერესოა ახალი სეზონის წინ გინდა ფენტაზის თვალსაზრისით, გინდა ფეხბურთის, აი ნებისმიერ მიმართულებით სულ ძალიან საინტერესოა და თან ჯერ ტრანსფერები არ დახურულა, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად როგორც დღეს შეიცვალა Manchester United-ის შემთხვევაში. ჩემი შეხედულებები და სიყვარული და სიმპათიები კი იცით თქვენ, მაგრამ მაყურებელსაც ვეტყვი, რომ საკლუბო ფეხბურთი არის რეალურად ის, რაც მე მიყვარს და შესაბამისად განსაკუთრებით პრემიერ ლიგა. ამიტომ ორმაგაც ასიამოვნო ახლა აქ ყოფნა და იმის განხილვა რომ რა გველის პრემიერ ლიგაში ყველაზე დაძაბულ საინტერესო ლიგაში თან თუ გავითვალისწინებთ რომ 8 ახალი მწვრთნელია პრემიერ ლიგაში შეიძლება 9-ც ვთქვათ იმიტომ რომ რობერტო დე-ზერბი ჩემთვის მაინც ახალ მწვრთნელად ითვლება რაც არ უნდა იყოს 9 ახალი მწვრთნელით და ახალი გუნდებით რომ შეუტევთ პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ორმაგაც საინტერესოა. კი. გაბრო მახსენდა მეც გეტყვით ხალხო რომ თუ საქართველოში იმყოფებით, ან იმ ქვეყანაში, სადაც ეტან და სპორტს აქვს დაფარვა, თქვენ თუ ფენტეზის დააყენებთ, ავტომატურად გაწევრიამდებით ბროუდკასტერ ლიგის სეტანტა სპორტს ჯორჯია ამ სახელწოდების მქონე ფენტეზი ლიგაში და შეგიძლიათ ითამაშოთ და სიურპრიზებიც გეულდებათ, სიურპრიზები, პრიზები ყოველთვიური თუ ყოველწლიური. ჩვენ რომ ახლა ამ ვიდეოს წერთ, პარალელურად შეიძლება კალოს ბალება გადადის მანჩესტერში, ბარკოლა ლივერპულში და კონსა არსენალში და მოკლედ ეს ვიდეო როცა იწერება, შეიძლება რაღაც ნიუსი მერე წამოგვეწიოს, იმიტომ რომ მალევე დაიდება 2 დღეში და ამ 2 დღეშიც ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. არ დაგვიძრახოთ მაგის გამო და დავიწყოთ მოდი ახლა დამოსული გუნდებით და წინა სეზონის ჩემპიონშიპის გამარჯვებული Coventry-თ, ფრენკ ლამპარდის გუნდით, რომელიც პრემიერ ლიგაში ითამაშებს 2001 წლის მერე პირველად და რო გავიხსენოთ, გინდა თუ არა ახლოს პრემიერ ლიგაში თამაშთან დიდად არც ყოფილა აქამდე. წინა თუ წინის პლეი-ოფში არ იყვნენ? 2000 ხო, იოკერესი რო ყავდათ, ხო? მაშინ იყვნენ შედარებით ახლოს. მართალი ხარ, ხო, ეგ აღარ მახსოვს. ნახევარფინალში გავიდა Coventry. ფინალშიც იყო. ფინალშიც იყო და პენალტებში წააგო ფანკატი დაბომ გააფუჭა 11 მეტრიანი ეგეც მახსოვს. ანუ ეტაპობრივად მიდიოდა ესე იგი Coventry. ხო, Coventry ვითარდებოდა და ფრენკ ლამპარდთან ერთად ავიდნენ სხვა სიმაღლეზე საერთოდ, იმიტომ რომ გასულ სეზონში ალბათ ყველაზე კარგად დაკომპლექტებული მინიმუმ შემტევი ხაზი მათ ყავდათ სწორედ ჩემპიონშიპში. ახლა ძალიან ბევრი ალტერნატივა ფორვარდების პოზიციაზე და დეტალებში გავვლით ალბათ. ჯამში დახარჯა როგორც მოსალოდნელი იყო ახლა დამოსული კლუბები ფაქტობრივად შემოსავალს ვერ აგროვებენ ტრანსფერებით, სადაგვთ მაგის საშუალება მithmenes ეგეთი ფეხბურთელები ვერც თამაშობენ, მან გამონაკლისი არის ჰალი. ორი ფეხბურთელი გაუშვა და 15 მილიონამდე იშოვა. 152 მილიონი დახარჯა. მოიყვანა ფეხბურთელები დაახლოებით ერთი და იმავე სატრანსფერო ფასის რეინჯში, შუალედში. კალე ბირენკი, კარლ რაშვორსი გამოისყიდა, ანუ მეკარე, პირველი მეკარე ბრაიტონიდან, სიდიკი შერიფი ფენერბახჩედან და ლუმჩაუნა ეს ფეხბურთელები დაახლოებით ღირდა 25 მილიონ ევრომდე ევროებში ვისაუბრებ და არ გირვანქა სტერლინგებში. ტაივუავონიც შედარებით იაფად, უბრალოდ ანუ ესე ცალ-ცალკე რო არ გავყო. ტრანსფერებს იქ მნიშვნელოვანი ტრანსფერები იქნება ვიდეოში ამონათებული 4-4 ზოგზე 3.
მოლოდინი სხვათა შორის ბუკმეიკერების რაც უნახე, არის ის რომ ყველაზე მეტად თუ ვინმე უნდა დარჩეს ამოსულებიდან არის Coventry. რაც ცოტა მე მაეჭვებს. იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს ტრანსფერები პრემიერ ლიგასთან ასოცირებული, აფილირებული ფეხბურთელების თვალსაზრისით უფრო Ipswich-მა გააკეთა. და მაგათ უფრო მეტი შანსი უნდა გქონდეთ. თქვენ რა მოლოდინებით ხართ გამსჭვალული Ipswich-ის Coventry-სთან დაკავშირებით? მე გეტყვი ერთს რომ მგონია რომ გუსტავო ჰამერი არის დაწყეული და სადაც არ უნდა გადავიდეს ის გუნდი გავარდება. ან რაც უას ეხდება ხოლმე უბრალოდ არ და კაი ფეხბურთელია გუსტავო ჰამერი. ხო, გუსტავო ჰამერი ესეთი ჩემპიონშიპში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ყოველ სეზონში 20 ჩემპიონშიპში თამაშობს და Coventry ჩემს ჯერ გაუგებარია მაინც რა ტაქტიკით ითამაშებს, ალბათ 4-ცოლიანი ტაქტიკით დაიწყებენ, მაგრამ ფორმაცია ისეთ ჩანს და გუნდის კომპლექტაციას თვითონ, რომ რაღაც მომენტში შეუძლიათ ორ ფორვარდიან სქემაზე გადავიდნენ და საერთოდ 3-ცოლიანით ითამაშონ მერე. დაცვაში ამენდას გარდა ცენტრალურ მცველად არავინ დაუმატებიათ. ცენტრალური დაცვა ჩემპიონშიპისთვის კარგი იყო, მაგრამ კარგი იქნება თუ არა პრემიერ ლიგისთვის ეგ გააკითხვა, იმიტომ რომ ბობი ტომასი, ლიამ კიჩინგი, ორელ ამენდა, ჯოელ ლატიბოდიე, ლუკ ვოლფენდენი ამათ რო დააჯამო პრემიერ ლიგაში ამდენი მატჩი აქვს ჩატარებული ძალიან ცოტა. კაილ რაშფორდსაც პრემიერ ლიგაში ერთი ან ორი მატჩი შეიძლება ქონდეს ჩატარებული თუ ბრაიტონში რო იყო ტრავმა, მეც არ მახსოვს საერთოდ რო ითამაშა. ბრაიტონს ძალიან კარგი სამეკარეო აკადემია კი გამოსდის. ფაქტია. ამასობაში. ბიდლი ხო, ჯეიმს ბიდლი ბირმინგემში რო ყავდა, განათხოვრებული რაშფორდსი და ცალკე თავისი რობერტ სანჩეს ხო, ცალკე თავისი მეკარეები. ხო და ნუ ახლა რო უყურებ Coventry-ში ვინც აი ესე გამორჩეულად შეიძლება მომწონს არის მინო One Uwiki. სწორად თუ იმის გვარი One Uwiki პროგრამის, იმიტომ რომ Van Dijk-ის კი ბატონო, Uwiki მაშინ რაღაც სადღაც უნდა შემოვიდეს. Wingback-ადაც შეუძლია, ჩვეულებრივ მცველადაც, აუტებს საწვდის სასწაულად, იმიტომ რომ საჯირო. კაიოდეა ჩემპიონშიპში. იყო, კაიოდე იყო ჩემპიონშიპში. ხო და აი დანარჩენ ზონებში აი ერთ-ერთ სადაც ვიტყვი გუნდი კარგადაა ჩემთვის დაკომპლექტებული, ესე რომ უყურებ არის ფორვარდის ხაზი, სადაც ყავთ ტომას ასანტე, ჰაჯი რაითი, ელი სიმსი და უკვე აუნიც. რო დავაკვირდეთ აი ხა ტიპაჟი ფორვარდების როგორია, ძიმე ფორვარდებზე არის აქცენტი, რომლებსაც დიდი ნაბიჯების ხარჯზე შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება და შეწყვილებული იქნება ესეთი ტიპის ფორვარდი შედარებით სწრაფ ფორვარდთან. ანუ თუ ორ ფორვარდიან სქემაზე გადავლენ, მაგრამ ამდენი ფორვარდი გუნდს რაში სჭირდება? სიდიკის შერიფიც დავამატ, ხო ხუთნი არიან უკვე, ანუ 5 ცენტრ ფორვარდი რაში სჭირდება გუნდს, რომელიც აპირებს რომ ითამაშოს 4-2-3-1-ით, მაგას ვერ ხსნი. და ამიტომ რაღაც მგონია რომ 3-5-2 შეიძლება რაღაც ეტაპზე ლოგიკური გამოსავალი იყოს ფრენკ ლამპარდის გუნდის. მიუხედავად იმისა, რომ პრესეზონზე ყველა მატჩი ჩაატარეს 4-ცოლიანი ტაქტიკით. ხო, მაგრამ შარშან ჩემპიონშიპში 3-5-2 იყო გამოყენებული დაახლოებით 11 ჯერ, თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა. Coventry-ზე ჩემი შერიფი კარგად გემახსოვრება, იმიტომ რომ მინიმუმ მიმოხილვებიდან მახსოვს სედიკის შერიფი, რომელსაც ფლანგზე შეუძლია თამაში, ეგეც გავითვალისწინოთ და ზოგადად ამ სამი აღზევებული კლუბიდან Coventry არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო. გასაგებია რომ ტრანსფერები Ipswich-მან რაც გააკეთა, ეგეთი ხმაურიანი არაა, მაგრამ Coventry-ს ძალიან საინტერესოს ხდის ფრენკ ლამპარდი, რომელსაც უკვე აქვს სამწვრთნელო გამოცდილება, უკვე თავისი კლასიც აჩვენა Coventry-ში განსაკუთრებით და ჩემპიონშიპში რაც ვახსენეთ, აგერ 3-5-2-იც ითამაშა, 4-2-3-1-იც ითამაშა და თვითონაც ამბობს, რომ ახლა ვსწავლობ და CGUT-ის დრო ახლა არ მაქვს. ყველაფერი უნდა გამოვიყენო, მოვარგო ჩემ ფეხბურთელებს და არ აპირებს რომ იყოს უბრალოდ GUT მთავარი მწვრთნელი. და ჩემთვის არაუშავს თუ Coventry-მ ახლა ეგეთი ხმაურიანი ტრანსფერები არ გააკეთა. თავარია ფრენკ ლამპარდი იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე. თან ამას ემატება ის რომ რისკიანი ფეხბურთი უყვარს. 4-2-3-1-ზე რო გადაეწყო ცალსახად ფრენკ ლამპარდი მაღლა აწეული დაცვის ხაზით თამაშობდა და ეგ პრემიერ ლიგაში მით უმეტეს ასეთი გამოუცდელი დაცვის ხაზით რთულად წარმოსადგენია. გახსოვთ ხო საუთჰემპტონს რა დაიმართა? კრის მარტინი საუთჰემპტონს რა დაიმართა? რასელი ბოდიში. სულ მაგას რო მე რამდენი ჩემეშალა ხო ხდები? აი რაღაც წარმოუდგენელ ორმოში რო ჩავარდა და ვეღარ ამოდიოდა იქიდან ვერაფერს დიდებით რომ ეს მოკლე გათამაშებები მაღლა აწეული დაცვის ხაზი და სრული ჩამოშლა. ახლა იცადა რა სამარტინი? ლესტერშია? ლიგოანში. ხო და აი ეგ თუ არ დაიმართა Coventry-ს რისკიც არის თუ ფრენკ ლამპარდი ეგრე გაჯიუტდა როგორც მარტინი თავის დროზე, მაშინ მგონია რომ უბრალოდ როგორც მინიმუმ საინტერესო რაღაცას მივიღებთ და არა იმ ჩამოშლის საუთჰემპტონს როგორც 2 წლის წინ მივიღებთ. 19 ტურის მერე რო ვიცი რომ გავარდები. ხო, ზუსტად. აი ახლა ორი განსხვავებული მოდელი არსებობს იმისა თუ როგორ უნდა შეუტიო პრემიერ ლიგაში დაბრუნებას. ამ გუნდები რომლებიც
ჩამოვარდნენ, ძირითად შემთხვევაში შეიძლება მათ გამოფრო ველოდოთ, რომ ნაკლები თანხა დახარჯონ. და მეტი გაყიდონ. აი მაგალითად ამის გამო ხსოვეთ, ლიდს ახლა შედარებით შეძლებული სატრანსფერო კამპანია ვიდრე სანდერლენდს. სანდერლენდი ძიმე მდგომარეობაშია, არავინ არ მოსულა, ხო? ერთ კაცი მოიყვანეს გუშინ და ეს მედიკალი ჩააგდო, ტულუზას მარცხენა მცველი გვარი დამავიწყდა. არ მახსოვს. ხო და ის ხო არა კაცო, კამანცი ან არა მატელიე თუ რა. მეტალი. ეგ კაცი. ჩააგდო სამედიცინო შემოწმება. ხო და აი სანდერლენდმა შარშან მაგდენი დახარჯა, მაგიტომ ვერ ხარჯავენ ახლა. და კოვენტრი და იფსვიჩი მაგალითად თუ დარჩებიან, მომდევნო სეზონში ვერც ერთი მათგანი ვერ მოახერხებს, რომ მსხვილი ინვესტიცია გააკეთო, მაშინ რაღაც გაიდვა მოუწევთ. და იფსვიჩს მეტად აქვს მაგის ფუნდამენტი, რომ რაღაც გაიდოს, ვიდრე კოვენტრის. კოვენტრი შეიძლება თეორიულად ერჩევოს, რომ ამ სეზონში გავარდეს და მომდევნო სეზონში უფრო სწრაფადვე ამობრუნდეს და მერე გააკეთოს აქცენტი იმაზე, რომ გაიმაგროს მდგომარეობა პრემიერ ლიგაში. უბრალოდ უფრო ნაკლებს დახარჯავდა თქო ეგრე რო ვიფიქრე. აი ეგ რო ქონოდა ჩანაფიქრში. მით უმეტეს ჩემს წარმოდგენაში მომდევნო სეზონში უფრო მარტივად შეიძლება მოვიდეს კოვენტრი, ვიდრე პირობითად ეხლას რო ჩემპიონშიპში ყოფილიყო, იმიტომ რომ ულზი და ვესტჰემი ჩემპიონშიპში სხვებისთვის ცუდი ამბავია, იმიტომ რომ წესით პირველ მეორეზე ეგენი გავლენ. ჩემს ეს უბრალოდ რაღაც აი ბანლივით ტრანსფერებია, რაც კოვენტრიმ გააკეთა, აი ბანლისგან ვარ მიჩვეული ასე ტრანსფერებს, რომლებიც აი პრემიერ ლიგიდან ნაკლებად ეძებენ კადრებს და უფრო სხვა ლიგებიდან აგროვებენ რა. დანიის ჩემპიონატი, ავიც აინტრახტი რა გუნდებს არ შევხვდებით იქ და ნუ ახლა ავონის კი აქვს პრემიერ ლიგური გამოცდილება, მაგრამ იმდენი ხანია ტრაუმირებულია ეს კაცი, ნახოთ როგორ დაბრუნდება. ლუნ ჩაუნა არის კიდე ეგეც საინტერესო. რომელს ვინბექადაც შეუძლია ბანლიდან ზუსტად გამოყვანა, რომელს ვინბექობაც შეუძლია რო რამე და საინტერესოა კოვენტრი ნამდვილად. მაგრამ ჩემთვის იფსვიჩი უფროა საინტერესო. ხო, აი მე როგორი გადავიდეთ მაშინ იფსვიჩში ბჭყალებში. მირჩევნია რომ წვრთნელის ჯახირით და წვალებით აწყობილი გუნდი უნდა ხო, ვიდრე ფინანსურად ძლიერი გუნდი, რომელიც ბევრს ხარჯავს. მეც ეგრე და პრინციპში გაბრუც ეგრე, მაგრამ მოყვანილი ფეხბურთელები და მე რაღაცა რო გამოვიდეს რა. სამივე მანდვართ, ხო, ეგრე გამოდის. ამიტომ მე კოვენტრი უფრო მაინტერესებს. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ იფსვიჩზე მაგას ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ აი დახარჯვა, იმიტომ რომ ანუ კოვენტრზე მეტი დახარჯა ბევრად. ხო ეგრეა. ამ მომენტში ის არის სხვაობა 36 მილიონი ევრო, ოღონდ. 36 მილიონი ევრო არც ბევრია, იმიტომ რომ საუბრობთ როგორ თანხებზე, იცი? 178 მილიონი ევრო. ბოდიში ევროპაში რომ ტრანსფერმარკს უყურებთ ანაკეთ და იმიტომ 178 არის იფსვიჩის მხარეს და 142 თუ რაღაცა არის კოვენტრის მხარეს. ანუ არც ეს დიდ სხვაობაზე საუბრობთ, შეიძლება სატრანსფერო მარკეტის ბოლოს გაასწროს კოვენტრი. მაგრამ იფსვიჩი აი ხა რომელსაც გადავალთ, რეკორდს მოხსნის დღე-დღეზე უკვე ამოსული გუნდების მიერ დახარჯული თანხების ხრივ. შარშან სანდერლენდმა დაამყარა ეს რეკორდი და დაახლოებით 15 მილიონი დარჩათ იმისთვის, რომ გადააჭარბონ სანდერლენდის შედეგს და როგორც იწერება, ეზეკიელ პალასიოსის ტრანსფერია ძალიან ახლოს და ასე რომ ლევერკუზენიდან, ხო. წარმომიდგენია ზოგადად იფსვიჩზე გადავიდეთ, მაგრამ და იმას ვიტყოდი, რომ ჩემს იდეალური სცენარი იქნებოდა, რომ სატრანსფერო ფანჯარა მაშინ უკვე დახურული იყოს, როცა სეზონი უკვე დაწყებულია. ანუ პარასკევს რო პირობითად სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყოს, გაცილებით უფრო კონკრეტული საუბარი გვექნებოდა თითოეულ კლუბზე. და ახლა პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაზე მეტის გადახდა მაგათ შეუძლიათ, რო დაინახავენო პირველ ორ ტურში, ეხლა ორი ტური მოეწება ფანჯრის დასრულებამდე. პირველ ორ ტურში ძალიან ცუდაა საქმე. სამი ტური უკეთესი ლაკმუსის ქაღალდი იყო მაგას, მაგრამ ორიც ეყოფათ დარწმუნებული ვარ. ყველაზე კარგად იგრძნობენ ორ ტურში, როდესაც შეუდგათ წყალი და აი დაფაცურდებიან და უცებ შეიძლება მართლა ჯამში 50 მილიონის ტრანსფერები გააკეთონ პატარა გუნდებმაც კი რა, კოვენტრი იფსვიჩი. აი უფრო დიდი გუნდებისგანაა ისე ეგ მოსაუბრებელი. აი პატარა გუნდებისგან ეგეთი რაღაც. აი ნოტინგემ შეიქმნა ეგ წარმოდგენა. ნოტინგემი მაინც ანომალია იყო. შარშანს მარკეტის ბოლოს სანდერლენდმა ძალიან აქტიურა. სანდერლენდში. ბოლო დღეებში კი ანუ არის, არ ვიცი, იცი როგორია, როგორ შემთხვევა ეს გუნდები ახლა ელოდებიან რომ ფასები დავარდეს, იმიტომ რაც უფრო მარკეტის ბოლო მოდის, ფანჯრის ბოლო მოდის, მით უფრო ვარდება ფასები, იმიტომ რომ ვიღაც ფეხბურთელებმა ვერ მონახეს შესაბამის გუნდები და შესაბამისად იაფდებიან. და უღირთ ხოლმე ასეთ გუნდებს რისკი, უბრალოდ იფსვიჩის შემთხვევაში არ ვიცი ამდენად თქვა, იმიტომ იფსვიჩს უბრალოდ ახლა რაც კი ტრანსფერი გაკეთდება იფსვიჩის შემთხვევაში, ერთადერთი პოზიციის გარდა, რომელიც სარეზერვო მარცხენა მცველია, დანარჩენი ყველაფერი იქნება უბრალოდ გადამეტებული. ანუ იმდენი ფეხბურთელი ხავს იფსვიჩს ახლა, რომ აი ჩვენი რა დაკომპლექტებული გუნდი არის. რომ დაიწყო მეკარის პოზიციიდან ახლა სხერპენი არის
უკვე გამოცდილი მეკარე, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა თავისი უნარები და ნახოთ, ასევე ბრაიტონელი სხვა შორის ბრაიტონში თამაშობდა ისიც. დაცვის ცენტრი. მართლა, ეგ არ ვიცი. უნიონ სენ-ჟილუა თუა კი, ჩემპიონთა ლიგა გამოვლილი კაციცაა თან. დაცვის ცენტრი ახლა დარა ოში და ჯეიკობ გრევზი ორივე აქ იყო, მაშინ როცა იფსუჩი პრემიერ ლიგაში იყო 2 სეზონის წინ. და აქვს უკვე პრემიერ ლიგური გამოცდილება, სავარაუდოდ ამ ჩემპიონშიპში საუკეთესო დუო რომ უწოდოთ ამ ორს, არ იქნება ალბათ გადამეტებული ნათქვამი, ხო? თან ვესტ ბრომში იყვნენ ისეთი მცველები, რომ 4-ვე გადმოიყვანა მე რაღაც ეტაპზე ჩემპიონშიპში წინა სეზონში იფსუჩმა. და მაგაზე ხუმრობდნენ ხოლმე, რომ უბრალოდ ფორმა შეიცვალეს, თორემ ზუსტად იგივე 4-ეული. ჩემთვის ტაქტიკაზე კითხვის ნიშანი არ გვაქვს ბოდიში. ერთი ტიპი გაბრო, რომელიც შენ შეიძლება ანუ ახსენებ, მაგრამ ბოლოში მოიტოვებდი და ვინც ყველაზე მაგრად მაინტერესებს არის დაიზენ მაედა. იმიტომ რომ ამდენი ხანი რომ კარგად თამაშობ შოტლანდიის პრემიერშიპში, თან თამაშობ სელტიკში, საუკეთესო კლუბში და მე მსოფლიო ჩემპიონატზეც მომეწონა ეგ ფეხბურთელი. მგონია რომ პრემიერ ლიგაში ცუდი არ უნდა იყოს რა და აი თუ მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცოტა ვისჩიც გადაიხადეს თანხა დაიზენ მაედა პროპორციულად ეგეთ ცოტა წუთს არ მიიღებს. იმდენი ზამს რომ დადგეს თქო ძირითადში. მაედას და ზოგადად ვინგერებს და ათიანებს იფსუჩი აქვს ძალიან დიდი კონკურენცია. 3-3 აბსოლუტურად ლეგიტიმური ვარიანტია. ჯეიდენ ფილოჯინი, ჯეკ კლარკი, დაიძენ, უნდა ვთქვათ თუ დაიზენ, როგორ გადავეწყოთ, ჯონ სუზუკი არის. ჯერ ძოლისი რომ უნდა დაუძახოთ, ეგ შევაპაროთ ხალხს. კრისტოს ძოლის. საფათოა შეყოლა, სანამდე შეყოლა. მე აქ ვიტყვებ რა ვიუზე და შეჯი ნახოთ ხო ვის მოუწევს პირველი რეპორტაჟი ფოფხას და ამ დროს. აი მარჯვენა ვინგერიც მაგალითად რო შეხედო სინდრევალე ეგელი, აბდულ ფატაუ, ჩიდოზი ეუგბენი და კეისი მაკეტიე, რამდენი ვარიანტი, ანუ 10-იანზეც კარგად აღგუნი და კომპლექტებული სისო მოიყვანეს. აი ფორვარდის პოზიცია ერთი რომელსაც კითხვის ნიშანი ჩანს. მაედას რაც შეეხება მაედას პლუსი ის არის, ფორვარდადაც შეუძლია თამაში ზუსტად. და თუ დაბალი ფორვარდით გააწყვეს თამაში რაღაც ეტაპზე გარიონი, მწვრთნელი არ გვეხსენებია ჯერ აქვს პრემიერ ლიგური გამოცდილება. მე ვნახოთ როგორ წავა საქმე. აი ფორვარდის პოზიციაზე არ ვიცი, იმერსონზე, ოღონდ 2 ნივთი რო იწერება, მაგ იმერსონზე თქვენ მითხარით, ახლა როგორი ტიპია. მე გამიკვირდა ეს ტრანსფერი, აი ეგეთი ტიპია. მიხვდები ხო? სიდონ ვარსკვლავები არადოს მოუწყვეტია და გამიკვირდა ეს ტრანსფერი, იმიტომ რომ არაფერი ეგეთი გამორჩეული არ გაუკეთებია ტულუზაში ემერსონს 2 ენით. არ ვიცი, ვერ ხვდები. ემერსონი 2 ენით. ან ძალიან გამოუცნობი გუნდია და კლუბია ჩემთვის იფსუჩი. გონია რომ გარიო ნილსაც გაუჭირდება თავიდან ადაპტაცია, რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს იფსუჩთან. გაუჭირდება ამდენ ახალ ფეხბურთელსაც და უბრალოდ წარმომიდგენია რომ სისტემურობისგან ყველაზე მეტად დაცლილი თუ ვინმე კლუბი იქნება ამ სეზონში. ასე ათეულს ქვევით გუნდებს ვისაც ვფიქრობთ, ეს იქნება სწორედ იფსუჩი. და მგონია რომ უბრალოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თუ მოახერხებენ და რაღაც წარმატებას მიაღწევენ. რაღაც ეგეთი წარმოდგენა მაქვს იფსუჩზე, ამდენად არეულ ვითარებას ველი კირან მაკენა რომ წავიდა. მე გამიკვირდა ეგ ამბავი, მაგრამ მგონია რომ ანუ კირან მაკენასაც ცოტა სასოწარკვეთა შეეპარა, როცა ამოვიდა იფსუჩთან ერთად და ნუ ეგრევე ხო არ წასულა რომ რაღაცები გაიგო, რასაც აპირებდა გუნდი. და იფიქრა რომ აქ დარჩენა და ამ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგაში დარჩენა იმდენად რთული იქნება, ჯობია ცოტა ხანი უსამსახუროდ იყო და პოსტეკოგლუმ როგორც გააკეთა, არსად არ მოაწერა ხელი სანამ სეზონი დაიწყებოდა და მერე ნოტინგემში აღმოჩნდა და ნოტინგემში თუდად აღმოჩნდა, მაგრამ ხო დაინიშნა. ეგეთ პოზაში არის ახლა კირან მაკენა. იგივენერად ედი ჰაუც. მოყვები ორი. შეიძლება მე რას ვამბობ, მანჩესტერ იუნაიტედშიც თუ აირია მონასტერი მარტივად შეუძლიათ ხომ წუთელის გაშვება მანჩესტერში ახლა მitmetეს მაკენა ისეთ კაცი შეიძლება ნებისმიერ ტოპ-6 გუნდში. ხო და მანჩესტერშიც კი წარმომიდგენია დაინიშნოს თქო. კი ბატონო. უფრო ედი ჰაუა წინ მაინც. ხო ანუ არ გამიკვირდება ერთ-ერთი მანდედან ტოპ გუნდში რომ მოხდეს რომელიმე. გარიონელი სტრასბურგიდან. შენ რას თქვი, ძირითადი მიზეზი მაკენას წასვლის ასე არ ვიცით. არსად არ დაწერილა რატო წავიდა უცებ მაკენა, ხო და შეიძლება მართლა ეგ არის მიზეზი რომ მიწისქვეშეთში რაღაც ისეთი უკეთესის შანსი. უკეთესის შანსი აქვს და წავიდა ამერიკაში, ხო? იფსუჩიდან ვის თვალი უნდა მიადო ჩემი ეს არის. ამერიკაში წავიდა? არა, ნიშნება? მოსე უსამსახუროდ არ არის კირან მაკენა? მე ამერიკაში ვახსოვს. კირან მაკენა მგონი მუშავარია მეტად. აიცე ვნახავ ერთ კირან მაკენა. თუ მანამდე იყო ამერიკაში. ხო? მანამდე იყო, მართალია, მანამდე იყო ამერიკაში, კი მანჩესტერიდან რო წავიდა. იფსუჩში უბრალოდ მიაღწიეთ ლიფტევის რომელიც ფენტეზიში. მაგრამ მაშინაც ეგ თქვით გაბრო, რომ ფენტეზიში ლიფტევის მიაქციათ ყურადღება და არაფერი? ანუ ასისტები უნდა დააგროვოს ეს. მეორე შანსი აქვს.
ხო და არ ვიცი, აი ძალიან ყველაზე მეტ მაინტერესებს ამიტომ იფსვიჩი, ამიტომ ძალიან ახლა მას შემადგენლობაა და ნახოთ როგორ გაართმევენ თავს. ამ კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რეკორდს მოხსნიან ახლა დახარჯული თანხების მხრივ, უბრალოდ რიგ შემთხვევებში გონია რომ გამოცდილება აკლია ამ გუნდს, იმიტომ რომ საშუალო ასაკი არის ძალიან დაბალი. და ეგ შეიძლება იყოს ერთი პრობლემა, არ ვიცი, ნახოთ. გადავიდეთ მე მგონი. გადავიდეთ ჰალზე. ანუ ორი სეზონი წინ იყო იფსვიჩი ბოლოს პრემიერ ლიგაში 2001-ში კოვენტრი და 2017-ში გავარდა ბოლოს ჰალი. რომელსაც ჩემი აზრით ესეთ ამხელი განაცხადება და არ ვქვით თუ ამ კატეგორიაში აიყვანეთ ყველაზე ალფა წვრთნელი ყავს სერგეი იაკიროვიჩი, იმიტომ რომ აი რო უყურებ შონ დაიჩი არ არის მით უმეტეს ამ მომენტისთვის დანიშნული არცად და მაგკაც მივანიჭებდი ამ ნომინაციას. ყველაზე ნაკლები დახარჯა ამ მომენტისთვის ამოსულებს შორის ჯამში 88 მილიონი ევრო და ისე ამოვიდა რომ არ გამიკვირდება თუ ნაკლებად საწყენი იქნება გავარდნაც. როგორ ამოვიდა, ხო? ფინალში გავიდა პლეი-ოფში მე-6 ადგილით და დიდი ხანია ბოლოს თუ არ ვცემ ბლეკპული იყო 2000 წელს მე-6 ადგილით ამოსული გუნდი. პლეი-ოფი რომ მოიგო და ბოლო ტურში რექსემმა უფრო შეუწყო ხელი ჰალს ბოლო ტურებში რომ არ ამოვიდა, ვიდრე ჰალმა იშრო, იმიტომ რომ ჰალმა წაგება ქონდა რექსემს. ჰალმა თავისი შანსი გაანიავა და მე რექსემმა დაუბრუნა იქ შანსი. თორემ აპრილის თვეში მოგება არ ქონია, წარმოგიდგენია ჰალს. აფლად ეგრე იყო, ხო? ჰალს აპრილის თვეში მოგება არ ქონია. ამოვიდა ფინალში იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელთან წესთან უნდა ითამაშა. მიდლსბროს მოუგო, მაგრამ საუთემპტონს რომ არ ეჯაშუშა. ხო. და დამტკიცებოდა. ალბათ საუთემპტონი ამოვიდოდა და მიდლსბროს ბოლო წუთებზე გაუტანა მაკბარნიმ და ისე ამოვიდა და ახლა სატრანსფერო ფანჯერას რო უყურებ, ისეთი არც მწვას წვავენ, არც შამპურს, რაღაც ზრდილობის ფარგლებში ყიდულობენ ფეხბურთელებს. ყველაზე ისეთი სახელოვანი ფეხბურთელი, სახელოვანი რა მე ვინც მომწონს, არის შემედით კონსტანტინო ცოლაკისი. ძოლაკისი კი, ამიტომ აქაც T და Z-ია მე. და ზოგადად ბერძნულ ფეხბურთს რაც ჩვენ მოვუგეთ პენალტებში, ოქროს ხანა დაეწვა, თითქოს მორჩა აი აქედან უნდა აღუზევდეთო და ბევრი კარგი ფეხბურთელი წამოვიდა. ფურცელზე ეს არის თაობა, რომელიც ბევრად აღემატება 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მომგებ თაობას და აწი საბერძნეთთან შეხვედრა აღარ უნდა გვინდოდეს ქართული პერსპექტივიდან. უეჭველი უფრო ძლიერები არიან ვიდრე მაშინ. ძალიან ძლიერი ნაკრებია, იდეალურადაა დაკომპლექტებული და ერთ-ერთი ხო ძოლაკისია მეკარე, რომელიც ყველაზე ჯვიადღირებული ტრანსფერი არის? არა, ჰალის ისტორიაში 100,000-ით მეტი გადაიხადეს ნობელმენდიში. ნობელმენდი ძალიან კარგი ტრანსფერია, ეგ უნდა რომ თქვა, ძოლაკისთან ერთად მას გამოვყოფდი და ლუკას ჰერინგტონს აქვს ძალიან კაი პრესა, რაც წავიკითხე და არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს ესეც. ჰალი 18 წლის, რომელსაც დაარტყმინეს პენალტი ეგვიპტესთან და გააფუჭა. ავსტრალიაში მახსოვს. გვიმახსოვრება, კი. მანდ გავიცანეთ პრინციპში. ხო და ნახოთ სამწვრთნიანი ტაქტიკა ჩანს ფურცელზე, ჰალსიტის მხარეს. არის 3 ახალგაზრდა და 3 30-ს გააცილებული ცენტრალური მცველი. ის 3 გადაცილებულები ვინც არიან 30, 3-ვეს აქვთ პრემიერლიგური გამოცდილება, პედი მაკნეიარი, სემი აჯაი და ჯონ იგანი, 3-ვე გვახსოვს პრემიერლიგიდან. 3-ვეს ქონიათ კარგი პერიოდი ამ ლიგაში. პედი მაკნეირი ხო, მანჩესტერის გაზრდილია ეს. გამოცდილება. ხო და ამ დარჩა ყველა ზონაში, არ ვიცი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის. არც დიდი პრემიერლიგური გამოცდილება არის, არც შესაბამისი დონე თითქოსო წარმატებას მიაღწიონ და ჰალსიტის დარჩა იქნება სასწაული. ვერ ვიტყვი რომ თან ლუთონის კალიბრის სასწაული, მაგრამ ასევე ძალიან დიდი სასწაული იქნება. ხა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე შეიძლება რაღაც გაისროლონ კიდე და იყინონ ფეხბურთელები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გუნდი არის თითქოს განწირული იმის რომ გავარდეს. 2 თუ 3 წლის წინ მოვიდა ახალი მფლობელი ჰალსიტიში, თურქი, ოჯუნ ილიჯალი. მეტი არ გავიდა 2 თუ 3-ზე. მეტი გავიდა? 3-ზე მეტი? 3 წლის წინ იყო შოთი. ხო და ანუ 3 წლის წინ. შოთი მდეც იყო რა. შოთი ეგრევე არ მოიყვანა? მე ეგრე მახსოვს რომ პირველი მწვრთნელი მის მფლობელობაში შოთი იყო. ნუ აი 4 იყო. ხო, მოკლედ მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის თქმა მინდა. ეს ახალი მფლობელი რომ მოვიდა და მიიყვანა შოთი, გასაგებია რომ იქ რა იწყო და არ გამოვიდა სწრაფად ვითარების დაალაგება, მაგრამ შოთამ რაც თქვა, ზუსტად ის გზა გაიარა ჰალმა და ჩემი აზრით ახლა ბოლო პერიოდში რომ გაუმართლა, იმიტომ აღმოჩნდა ახლა პრემიერლიგაში. შოთამ ესეთი რაღაც თქვა, საჭიროა კონკრეტული ფეხბურთელების გაშვება და გუნდის უფრო გაძლიერება. ამ გადახალისების პროცესი იყო მყისიერად დასაწყები, რაც არ გამოვიდა, ხო და 4-ია, ხო? 4 წლის წინ. რაც არ დასწავლდა შოთის და შესაბამისად, ნუ თურქი რომ ხარ და თან
ყიდულობ კლუბს ინგლისში მყისიერი შედეგი რომ გინდა და თანამედროვეობას აყვები, ეგ ლოგიკურია და ხშირად მოუთმენლები არიან ხოლმე თურქები და ესეთი სუპერლიგას ჩახედით და ნახო როგორ ზუსტად ეგრე. ტრაბზონს ევროპა ლიგაზე გასვლა არ აქვს გარანტირებული და სალახს უხდიან, არ ვიცი, ეგეთ თანხას, ანუ ოსიმენს და ანუ არც ერთ სხვა ვარსკვლავს არ უხდიან, მაგას აგენტის საკომისიო იყო რაღაც 20 მილიონამდე. ხო. შესაბამისად, ამ თურქმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყოლოდა უფრო ჩელსის მოდელს, რომ სწრაფად წვრთნელები ცვლილება და არა პროცესის ნდობა. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ მართლა წავიდა ის ხალხი, ვინც უნდა წასულიყო და მართლა გაძლიერდა ჰალი, მაგრამ თუ ვინმე იკითხავს, რომ იყო ეს გუნდი მზად იმისთვის, რომ პრემიერ-ლიგაში ამოსულიყო და იმსახურებდა თუ არა, ჩემი აზრით პასუხი ცალსახად არ უნდა იყოს. რომ არა ის ბოლო პერიოდი მაისის თვეში რა მოგებებიც მიაწყეს და გამოიჩინეს მართლა ძალა და სიძლიერე. საუთემპტონი იყო იდეაში მესამე. ეგრე კი. და ზუსტად, რომარა რექსემი. კი, რომარა რექსემი ჰალს კიდევ ჰქონდა დარჩენილი 1-2 წელი მინიმუმს ვამბობთ, ან იმისთვის რომ ის გზა გაევლო, რომ პრემიერ-ლიგაში ღირსი ყოფილიყო დაბრუნების. მაგითო საწყენი არ იქნება თუ გავარდება მათთვისაც კი რა. სამივე თანხმდებით. არაშუტ გადახდებს მიიღებენ და შემდგომ უკეთესი პლაცდარმი ექნება ჩემპიონშიპში, რომ ამობრუნდნენ და მერე უკვე უფრო მზად იყვნენ. ასე უნდა შევხედოთ რა, ყოველთვის არ არის მიზანი, რომ პრემიერ-ლიგაში ამოხვიდე და აბა ეგრევე მოვიკიდოთ ფეხი. ანუ გუნდს თუ არ აქვს შესაბამისი ფინანსური მოცემულობა, პრემიერ-ლიგაში იმდენად მაგრად მუშაობს fair-play ფინანსური, ანუ სხვა სოფლიოსგან განსხვავებით, პრემიერ-ლიგაში მართლა მუშაობს ეს fair-play სისტემა. და fair-play არ ქვია, მაგრამ FFP ქვია და კიდე სხვა ჩამკეტი მექანიზმებია, მაგრამ ანუ ჰალს რეალურად შეიძლება რომ თავის ძელვადიან გეგმაში უკეთ დაგეგმოს. ანუ პრემიერ-ლიგის ამჟამინდელი გუნდის დაგეგმარება უფრო მეტად გავს, სადაც ამერიკული სპორტის, სადაც რომელიმე ფრენჩაიზის მენეჯმენტს, მაგალითად NFL, NFL-ი რო ავიღოთ და ასე შემდეგ ლიგები, იქაც ასე იგეგმება, ხო, ბევრად უფრო დროში გაწეილა და პრემიერ-ლიგაში რეალურად ასე სურათი გვაქვს ახლა. და ჰალ-სიტის შემთხვევაში შეიძლება ეგრე იყოს, არ იყოს საწყენი კი არა, ტრაგიკული შეიძლება არ იყოს, რომ გუნდი თქვათ ვერ გავიდეს, ვერ დარჩეს. ხო. დაუბრუნდეთ, მოდი ანბანს და ბორნმუთმა წინა მიმოხილვაში რო თქვი, შარშან იმიტომ დაიწერა FC-ს წინ, ანუ ასოციაცია რო პირველზე ყოფილიყო სიაში, თქო არ დაუკარგოთ ეგ გარჯა და ბორნმუთზე. დაუკარგეთ მეოთხეებს. ნუ ეხლა ხო, მაგრამ აი არამოსულებს შორის და დარჩენილებს შორის ბორნმუთით დავიწყოთ. დავიწყოთ მარკო როზეთი. ანდონი ირაოლა წავიდა ლივერპულში და მოვიდა 59 წლის გერმანელი სპეციალისტი, თავისი შემტევი ფეხბურთით სახელგანთქმული, თუმცა ბოლო პერიოდში ცოტა როგორ თქვა, შელახული. ხო, შელახული რომ ეგრეც არ არის მარკო როზეს შემთხვევაში. თუმცა ბორნმუთმა გააკეთა ის, რასაც აკეთებს ლივერპული კლუბის წასვლის შემდგომ, სუსტად აი იღებს რაღაც მონაცემებს კონკრეტული საიტიდან, კონკრეტული ადამიანების დახმარებით და ადარებს. აი კლუბთან ვინ იყო ყველაზე ახლოს. ერთი ვერსია იყო რუბენ ამორემი, მეორე ვერსია იყო ვინ გაუშვეს, კაცო თორე დამოვიწყდა. არნე სლოტი. და ზუსტად მაგ პრინციპით კლუბთან ყველაზე ახლო ყოფი არნე სლოტი მიიყვანეს ლივერპულში და წარმატებული გამოდგა. იგივე გააკეთა ახლა ბორნმუთმა. რომ აიღეს ეს დიაგრამა თუ რას თამაშობს, როგორ თამაშობს, ირაულა როგორი სტილია, როგორ დარბიან ფეხბურთელები, რა განლაგება, ყველაზე ახლოს, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს დგომი კაცი იყო მარკო როზე. და შესაბამისად ამ სტილს გააχνნენ და ის ფეხბურთი რაც დანერგა ანდონი ირაულამ წესით უნდა გაგრძელდეს მარკო როზესთან ერთად. ოღონდ რა თქმა უნდა, ბევრი სხვაობებით გასაგებია. თავარი ბორნმუთის დანაკარგი სენესი. ხო, თქვი და მე ბორნმუთის და კრისტალ-პალასის შემთხვევაში მომეწონა რომ წვრთნელი არჩეს ისევ ტაქტიკური პროფილით. ეგ არის. ბორნმუთის დარჩა ზუსტად იმ ტაქტიკის ერთგული, იმ სათამაშო მონახაზის ერთგული, რაც ჰქონდათ. ანუ ეს არის კურსი, რომელზეც აპირებენ რომ გახვდნენ და სენესის დანაკარგზე თუ საუბრობთ, რა თქმა უნდა, სენესის ჰქონდა გარდამტეხი მნიშვნელობა შარშანდელ ბორნმუთში. ძირითადი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო პრემიერ-ლიგაში და ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა, მეპასე მცველი იყო ამავდროულად პრემიერ-ლიგაში. ფენტეზიშიც კაი იყო. დეფკონი. და რეალურ ფეხბურთშიც კარგი იყო. ძალიან უნდა გაუჭირდეს ბორნმუთს, მეგობრებო, იმიტომ რომ მე-6 ადგილზე გავიდა გასულ წელს და თამაშობს ევროტურნირს. აი, ეგ არის უდიდესი მინუსი, უდიდეს პლუსთან და პრესტიჟთან ერთად ცხადია. თან სიღრმე გაიზარდა ვერიტო. ვერა ხო, ვერა. სამი ტრანსფერი გააკეთეს, მეოთხეც იქნებოდა რეალურად გამოისყიდნენ ალექს ხიმენეს. არასრულწლოვანი გოგონოს რო არ მიეწერა რაღაც მესიჯები და ეხლა გაანათქორეს იტალიაში, იმიტომ რომ იქ შეიძლება აპატიონენ, არ ვიცი. არ დაუკითხა. გრემოდის ნაირად. ინგლისში ნაკლებად პატიობენ რაღაცებს. არც უნდა აპატიონ.
ალვარო როდრიგესი 25 მილიონი ევრო და ალვარო როდრიგესი შეიძლება გახსოვდეს თავისი კამეოთი რეალ მადრიდის რიგებში ატლეტიკოსთან გამათანაბრებელი გოლი მას. ალვარო როდრიგესი და ძალიან მაგარი გოლი გავტანა ჟირონა წინა სეზონში. ალვარო როდრიგესი არის მაღალი ფორვარდი, საჯარიმოს idеალური, რომელიც ბორმუთს დამატებს, შეჰმატებს ოფციებს შეტევის ხაზში, იმიტომ რომ ჟუნიორ გრუპი ტრაუმირებულია. რამდენიმე თვე 2 თუ 3 2 თვე უწევს გონი, იმიტომ რომ ბოლოს რო გავიგე რომ დაიმტრავა 4 თვე უწევდა და 2 თვე გავიდე იქიდან და ელ ჟუნიორ გრუპი მე ამბობ რომ ტრაუმირებული ვარ ყოფილიყო, სადმე წავიდოდა, იმიტომ რომ არ მჯერა მაგის უნდა ხო და არ მჯერა, ანუ ეგ ფეხბურთელი როგორ უნდა გაჩერებულიყო ბორმუთში. მე სანამ სოფლიო დაიწყებოდა და სანამ განაცხადებიც კი გამოცხადდებოდა ნაკრებების. მაშინ მინდოდა რომ აერჩია პორტუგალია, იმიტომ რომ დედამის თუ რომელიღაც წინაპარი ლაივში გვეთქვეინე ერთხელ გახსოვს? პორტუგალია აირჩია, მე აღარ ქონდა არჩეული თურმე. ხო, უკვე საფრანგეთი ქონდა არჩეული. ხო და მინდოდა რომ პორტუგალია აირჩია, პორტუგალიის ნაკრებს გაყოლოდა, იმიტომ რომ მე ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყოფილიყო სკამზე. ყოფილიყო სკამზე, მაგრამ შემოვიდოდა და იქნება რაღაცა. საუბრობუჟე წინ დააყენებდნენ, ხო, არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული. პელე მეგონა რა, რაღაც მომენტში ისე ეგ ნამეტანია. ისე ეიფორიაში ვიყავი, რომ სოფლიოზე წავა და მოაგებინებს თქო. მაგრამ სულ კაი ბორმუთის გაჭირვებაზე რო ამბობ რა, ტაქტიკა რო ავიღოთ ბორმუთის ისევ და ისევ იქნება 4-2-3-1. ნუ მე კარის პოზიციაზე ყავთ ეს ჯორჯო პეტროვიჩი და გამოცდილი ფრეიზერ ფორსტერი არის მის შემცვლელი. დაცვის ცენტრში 4 საკმაოდ სოლიდური ვარიანტი, ანტონიო სილვა, ბაფო დიაკიტე, ჯეიმს ჰილი და ველკო მილოსავლევიჩი. 4-ვე ითამაშებენ მოკლედ რაღაც წუთებს. მეკარეს მეგონა გაბრო მოიყვანდნენ უკეთეს. მეორე მეკარეს. მეორეს მეკარეს არა ვიცი, იმიტომ რომ პეტროვიჩი ცუდი პერიოდი ქონდა და ანუ რა ქვია, XG-ის მიმართებითაც მინუსებში იყო მახსოვს. ყველაზე მაღალი მინუსი ქონდა XG-ში მე მგონი რაღაც ეტაპს. მე ძალიან მომწონს მარჯვენა ცოლი რომელიც ბორმუთმა დაიმატა ხუან ლუსანჩესი რომელიც მიკვირდა ამდენი ხანი როგორ არ წავიდა სევილიიდან. გადავიდა ახლა როგორც იქნა და მას განსაკუთრებულად დააკვირდით, იმიტომ რომ მთელი ფლანგი შეუძლია ჩაიბაროს. ამ პროფილით გავს სხვა შორის ალექს ხიმენეს და კაი ვარიანტია, ვინგბექადაც თამაშობდა, მარჯვენა ნახევარმცველადაც, მარცხენა შემტევადაც კი უთამაშია. ხო, მას არაერთი შემცვლელი ყავს, მარცხენა მცველზე ტრუფერი შეიძლება მომავალი ძირითადი ფეხბურთელი იყოს საფრანგეთში. კი და საკმაოდ მშრომელი ფეხბურთელია, idеალურად ჩაანაცვლეს კერკეზი. ნახევარდაცვის ცენტრში 4 სოლიდური ვარიანტია მინიმუმ. თუ არ გამოაკლდა თვინმე ოღონდ. ნუ ალექს ნახე, ტაილერ ადამსია, ალექს სკოტი, ალექს სკოტი არაფერი არ იწერება. არა და წესით უკვე წასული უნდა იყოს. ეს ახალი ტრანსფერი ალექს სკოტი და გამოცდილი ხალხი ლუის კუკი და რაიან კრისტი. ანუ კლასიკური ბორმუთი. 10-იანზე ტავერნია კლუივერტი ორი ნორმალური ვარიანტია საკმაოდ და გაიყოფენ ამ პოზიციას და ფლანგებზე შეუძლიათ ორივეს თამაში. მარჯვენა ყავთ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტალანტი პრემიერ ლიგაში რაიანი. სოფლიო ჩემპიონატზე ნახავთ მას ყავს შოტლანდიის ყველაზე გამოსარჩევი ფეხბურთელი ამ სოფლიო ჩემპიონატიდან შემცველად ბენ დოუკი. მოკლედ არის რა ვარიანტები, აი მარცხენა ვინგერია მარტო დასამატებელი თითქოს ესე ფურცელზე, რომ ბორმუთმა თქვას, აი ჩვენ მზად ვართ რომ მინიმუმ არ შევრცხვეთ. წინა სეზონში მეგონა რომ ივანილსოს ექნებოდა, როგორი სეზონი იცი, ეხლა ბევრი გოლით მაი გრანდი წაიყვანდა, ან მინიმუმ ენდომებოდა და ძვირად გაიყიდებოდა თქო, მაგრამ არ გამოვიდა და კიდევ ერთ ჩანს მივიდა. ხო და მე მგონია რომ ბორმუთი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაიძარცვება. აი რატომღაც ეგრე მჯერა ხა, არაფერს არის. სკოტით თუნდაც წავიებული და სადღაც გადავიდა. ყველაფერი წაიყვანა, მაგაში მართალი ხარ. ერთ-ერთი ინცო რო წავიდეს თქო. ეგ არის, მაგას მომგონია. ინცო რო წავიდეს სიტიში. მან გონია რომ ლოგიკური არის ვორტონი. უფრო ვიდრე სკოტი, იმიტომ რომ სკოტს მოსწონს შედარებით მარჯვენიდან თამაში. რიგ მატჩებში უფრო მეტ მაინც ატარებდა ღუზის ფორმატში მარჯვენიდან ან 10-იანზე. ხო და კაისადოდ გასაკეთ და ინცოს შემცველი უფრო არის ვორტონი. ვორტონს უფრო შეუძლია იქ პოზიცია შეითავსოს რორამე, არ ვიცი ხო, მოკლედ ნახოთ რა იქნება. ბორმუთზე მე ეგრე თამად ვერ ვარ ხო როგორც წინა გუნდებზე თუ ამობთ რომ დარჩენა მიზანი. ბორმუთის მიზანი ათეულსარბიელი? არა, ჩემთვის ანუ ათეული. არა, ხო. და შეიძლება იქნება ძალიან კარგი ჩამოიწელოს. მე 10 ადგილზე ბორმუთს თუ გავიდა, კარგი შედეგი იქნება ჩემთვის. უბრალოდ რას ვამბობ, შეიძლება ისე ჩამოიწელოს. თქვა ცხრილი პრემიერ ლიგაში ყველამ წარმატებას მიაღწიოს ევრო ტურნირებზე, რომ მე-9-ს კონფერენს ლიგა აღმოჩნდეს. მაგით ვამბობ რა, თორემ მაშინ თქვა რომ ზედა ათეული. გადავიდეთ გუნდზე, რომელშიც ტრანსფერი დადასტურდა. კონსა? აი ახლა დაწერა დევიდ ორნსტინმა 51 მილიონი კირვანქად პლუს დანამატები რაც. კონსას? აი გადავიდეთ არსენალზე და მოდი მე ერთ რაღაცას გავაკეთებ. სწრაფად ვინც წავიდა, სწრაფად ვეთყვი, იმიტომ რომ 4 კაცი წავიდა მხოლოდ. კარლ ჰეინი, მესამე მეკარე, ვერდერში, ნორგორი, ევერტონში,
8 მილიონი ევრო ტროსარი ბეშიქტაში და კივიორი გამოიწყიდა პორტუ. აი დანარჩენი უკვე არის დასაბუთება იმის, რატომ არის არსენალი თავარი ფავორიტი ჩემპიონის. ილან მელი რომ მივიდეთ არ მესამე მეკარედ. ილან მელი. ეგეც სასიგიჟეა. მელი რატომ მიიყვა ის იცი უფასო ტრანსფერია. არსენალში რო ითამაშეს რაღაცად გაიდიან უეჭველად მოგებაში გავლენ. ძალიან პატარაა ჯერ ისე მამარდას თაობა. და რამდენი უთამაშია პრემიერლიგაში ილან მელიას ლიდს და ერთად უამრავ. დეპრესია აქვს და ჩამოშლილია მაგრამ. ხო, ნუ ბევრი შეცდომაც ერთი ქონდა. ტრანსფერი არის ბრუნო გიმარაესი და ბრუნოს ხარისხს ელაპარაკს აზრი არა აქვს, იმიტომ წეგამყურებდი ატლეტიკმა დადო ტოპ მოთამაშეები პრემიერლიგაში. ყველაზე მაგარი ფეხბურთელები პრემიერლიგისა და მე-6 თუ მე-7 იყო ბრუნო გიმარაესი. ატლეტიკის აზრით. ასე დონის ფეხბურთელი გადადის პიელში. პიელში მე არსენალში. პიელში არის კაი ხანი. ინკაპიე ხო გამოისყიდეს. ნუ ეგ ვისაც გასაგები იყო რომ გამოისყიდნენ. კონსა ემატება ამ ყველაფერს და კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ყავთ მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ესე იგი შეუძლია თამაში სალიბას, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, შეუძლია თამაში მოსკერას, შეუძლია უკვე კონსას დავამატოთ ამ ყველაფერს, ესე იგი ვაითი და ტიმბერი და იკიფანზე კალაფიორისაც და ინკაპიას შეუძლია ცენტრალური მცველი და გაბრიელი ხო ყავთ და ყავთ ამ არსენალს ყავს ასეთ დაკომპლექტებული დაცვის ხალი ფეხბურთის ისტორიაში ალბათ არავის არ ყოლია არასდროს. მაქსიმუმ ახლოს მივიდა მანჩესტერ სიტი ბოლო წლების ნუ ასევე ბევრი მცველი ყავს. და კონსას რომ მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში. თუ რამე შესანიშნავი ოფცია უკვე იმდენჯერ უთამაშია მოსკერასაც. ხო და ანუ მე დაცვით და ნახევარდაცვით ვამბობ რომ ანუ არსენალს იმხელა სიღრმე აქვს რომ ვერ ხვდები სხვა გუნდი ამაზე ფავორიტი როგორ უნდა იყოს. აი სანამ სეზონი დაიწყებ. და მესამე ტრანსფერი კრისტოს ძოლის 40 მილიონი ევრო, რომელსაც წინა სეზონში ჰქონდა 36 შეხვედრაში 40 საგოლე მოქმედება ბელგიაში. 17 გოლი 23 ასისტი. ჩემპიონთა ლიგაზე აქ საკვალიფიკაციო თითვლება ალბათ 13 შეხვედრაში, ხო, სხვანაირად როგორ გამოვიდა. 13 შეხვედრაში 3 გოლი, 5 საგოლე გადაცა. და კომუნიტი შილდზე 2 ასისტი გააკეთა. მე მაინც გამიკვირდა ერთი რაღაც. ლეანდრო ტროსას ერთი წელიც რო არაცადის. გავიგე ყველაფერი რა კონტრაქტის ბოლო პერიოდი, დიდი თანხა, ნაკლები ნდობა, მაგრამ ლეანდრო ტროსარზე გამტანი ფლანგის შემტევი არსენალს წინა წელს არ ყოლია. ხო, მაგრამ ორივეს გამოცვლა უნდა ფაქტია. ტროსარის და მარტინელის შეცვლა უნდა ორივეს. ხო და აი ტროსარი როგორ არ დაიტოვეს უბრალოდ აი მაგაზე ცოტა გული დამწყდა. იმიტომ რომ ტროსარი იმსახურებდა ჩემს აზრით რომ კიდე ერთი წელი არსენალში ყოფილა. თვითონ თუ უნდა და საინტერესო. მე მეორე საკითხი. არსენალს აქვს ისეთ კონტრაქტებს აძლევთ ანამ თურქეთში, რომ კარგი ქვეყანაა საცხოვრებლად, როცა ბევრი ფული გაქვს. ხო, კარგი ქალაქი. როცა ბევრი ფული გაქვს, შესანიშნავი ქალაქია სტამბოლი საცხოვრებლად. აი, სალაჰის წოდება არ ვიცამდა. ტრაბზონში უნდა დავიდე. კაი, მის მამინდოდა უბრალოდ რომ არსენალს აქვს ამბიცია და ეს ამბიცია დასტურდებოდა ერთი მარტივი დეტალით. არსენალი იყო მზად რომ ეყიდა ვინისიუს ჟუნიორი. გადაეხადა ეს სატრანსფერო ფასი, მედია უფლებებიც დაითმო ვინისიუსისთვის, სადაც კომერციული უფლებებიც ვინისიუსის ყოფილიყო მთლიანად. ანუ არსენალს აქვს მიზანი და გათვლა რომ არსენალი არის რეალ მადრიდის და PSG-ს და ბაიერნის და ასე შემდეგ გუნდების დონე. და არის კიდეც სათამაშო ხარისხით უკვე წლებია, ბოლო 3-4 წელია ასე არის და არსენალს აქვს ძალიან ლოგიკური ამბიცია რომ ახლა თუ არა, აბა მაშინ როდის. ეს კითხვა ძალიან სწორად და ლოგიკურად არის დასმული არსენალის მხრიდან. არსენალი არის ამ მომენტისთვის ყველაზე მაგრად დაკომპლექტებული გუნდი ინგლისში. კი, ხალხსახურად. შეიძლება სატრანსფერო ფანჯის ბოლოს თქვა რომ სოფლიოშიც კი, იმიტომ რომ ინგლისის ორი მარჯვენა ვინგერი ხავთ, ნაკრებში ვინც იყვნენ გამოძახებული, ამდენად სწორად იყო ეს ორი გამოძახებული და შერჩეული ტუხელის მიერ. არ ვიცი ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ საკანა მადუეკე. და თამას ინგლისის ყველაზე დიდი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი მაქს დოუმენი. 10-იანზე უამრავი ვარიანტია. ცენტრალური ნახევარდაცვა არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ ხვდები როგორ შერდებიან ამდენი. აი მარტინ სუბიმენდის როგორ არ აქვს თქვა ამბიცია ახლა რომ წავიდეს გუნდი, ამიტომ ლუის კელიც იქ ემატება. და ამჟამად ახლა ლუის კელი უფრო წინაა როგორც ვარიანტი, ვიდრე მარტინ სუბიმენდი. ხო და მე ძალიან მიკვირდა. ეგ შარშენაც გამოჩნდა. ჩემპიონატის ნახევარფინალში. Community Shield-მა შეამსუბუქა ჩემი აზრით ლუის კელის გარშემო არსებული ჭორები, რომ ჩელსიმ შეიძლება იყიდოს, ანუ აგენტმა შესთავაზა. მანჩესტერზეც დაიწერა. და გავიგე homegrown ფეხბურთელის შემოსავლის შემთხვევაში რამდენად უფრო გემრიელად გერგება ფინანსური fair play-ის გვერდის ასავლელად ეგ ტრანზაქცია, მაგრამ მაინც ლუის კელი ანუ არ მიმიტება, ანუ არსენალის
ხელმძღვანელობაში ყოფილიყავი და მინახა როგორც ითამაშა Community Shield-ამდე, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომ გამეშვა ჩელსიში. ანუ აუხსნელი იყო ჩემთვის და ჩემს პირველმა წუთმა საერთოდ ხო მაგან გააკეთა ის ასისტი. კი, საოცრება გააკეთა. შეაცვლევინა მოსაზრება მაგაზე რა ყველას. აი მე არსენალის ხარეს ერთადერთი ის დამრჩა შესავსები პოზიცია და ეს არის მარცხენა ვინგერის პოზიცია. მარცხენა ვინგერის პოზიციას თუ ისე შეავსებენ რომ ამ ფეხბურთელს ასევე შეიძლება ფორვარდის პოზიციაზე თამაში იქნება საერთოდ სიგიჟე. აი მარტინელიც უნდა წავიდეს. მარტინელი უნდა წავიდეს და მოვიდეს თორე. და მოვიდეს გეტყვი ვინ უნდა იყოს ვარიანტი. მე მაინც გონია ხულიან ალვარესის მიმართულებით რაღაც ცურები იქნება სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე, იმიტომ რომ განაცხადში არ არის ახაც მალაგას რო ითამაშებიან, არ ყავთ განაცხადში და ანუ რაღაც ზურა შეიძლება იყოს და არ ვიცი ბარსელონას რამდენად გამოუვა, რამდენად მიყიდის მას ატლეტიკო ხულიან ალვარეს, შეიძლება არსენალი გამოჩნდეს ლეგიტიმურ ვარიანტად და შეიძლება სწორედ არსენალში აღმოჩნდეს ეს ფეხბურთელი, მაგრამ რო რამე ანუ ძოლისი უკვე არის აპგრეიდი ჩემთვის. იმიტომ რომ ამ ფეხბურთელს ტროსარი და მარტინელი ყავს კონკურენტებად ხო თან. ტროსარი აღარ არის. არა, აი აპგრეიდია. ხო, ტროსთან შედარებით აპგრეიდია. მარტინელი ნახოთ ხოლმე მარტინელი რჩება შეიძლება ერთადერთ პრობლემურ გოლად არსენალში, სხვა მხრივ არსენალი არის იდეალურად დაკომპლექტებული, არსენალი არის მთავარი ფავორიტი პრემიერ ლიგაში. აუცილებლად ეგრეა. ძოლისი და ტროსარი რო ყოფილიყვნენ ერთად, ჩემი აზრით დაკომპლექტებულია თქო ვიტყოდი მარცხენა ფლანგს, მაგრამ ახლა მარტინელი და ძოლისი არ მომწონს ერთად. მარტინელი შესაძლებელია ხო აშკარად. ანუ მე მომბრო არსენალს ყველაფერი აქვს პრემიერ ლიგის მოსაგებად, დომინანტურად მოსაგებად. კი. მაგრამ აი ჩემპიონთა ლიგაზე, რა თქმა უნდა, ფიქრობს არსენალი, ისევ შეტევა არ მომწონს რა, ასე მარტივად რომ თქვა, არ კაშკაშებს შეტევა. თან მით უმეტეს აი როგორ მიდის რა არსენალის შემადგენლობა. მეკარე საუკეთესო ჩემი აზრით ამ სეზონში. პრემიერ ლიგაში არა, ჯამურად, სოფლიოში. დაცვაც ანალოგიურად, ნახევარდაცვაც უკვე სიღრმე უზარმაზარი. გადის უკვე მაგ კალიბრში რომ საუკეთესო იყოს და შეტევა უკვე ჩამოვარდება Paris Saint-Germain-ს, Real-ს, Bayern-ს და ანუ ძალიან ჩამოვარდება, შესამჩნევად ჩამოვარდება სხვებს, იმასაც, Barcelona-საც. Arsenal-ზე მგონი აკმარისია, რაღა ვთქვათ, მეტი მთავარი ფავორიტია ჩემპიონების. მე იმას 2020-21-ში როგორც მოიგო ბოლოს City-მ, იგრე არ მოიგოს Arsenal-მა თქო, ანუ მე-19 ტურის მერე რომ ინტრიგა აღარ იყო. მომდევნო გუნდი არის Birmingham-ული Aston Villa მეგობრებო. საიდანაც აგერ ჩვენი ლაივისას კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ უკვე მნიშვნელოვან შეხვედრაში Aston Villa Paris Saint-Germain-თან UEFA სუპერთასზე, სადაც ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია და შეიძლება ვთქვათ, რომ მარცხსაც არ იმსახურებდა, უბრალოდ Paris Saint-Germain ეგეთი გუნდია, რომ სადღაც მომენტს შეგიქმნის და ისეთი შემსრულებლები ყავს, რომ გაგიტანს. Brian Majo შეიძლება არის ფენტეზიში ასაყვანი ფეხბურთელი, მინიმუმ 10 დარიგოთა სკამზე. იაფი ეღირება და მაგის გათვალისწინებით. ნახევარი ყოფილიყო კი. და აი დანარჩენ ფეხბურთელებზე მე რაც შეიძლება ვისაუბრო Aston Villa-ზე, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. რითი ტრანსფერებით? ტრანსფერებით და კლუბის ინერტულობით, იმიტომ რომ წინა სეზონში Aston Villa რაღაც მომენტში გაგახსენებთ, რომ დაგვაჯერა, რომ Arsenal-ს თუ მოუგებდა ერთ თამაშს, ჩემპიონო მარათონში უნაი ემერიო ვიტყოდით. არ გამოვიდა ეგ, არაუშავს. ჩემპიონთა ლიგაზე ხო დომინანტურად შევიდა, ანუ ისე შევიდა, რომ არ ნერვიულობდა გამოვარდნას ხუთეულიდან. ევროპა ლიგა მოიგო და ტრანსფერები ნამდვილად არ არის ეგეთი გაგზავნა. მატეო რუჯერი? არ ვარ მოხიბლული? მე მომეწონა ეს ტრანსფერი, Suzuki? Suzuki შინელი იყო მთელი სეზონი. Suzuki ძირითადში იდგა. საშინელი და რაღაც მატჩები ქონდა 2 და 3 ასისტები აკეთა ერთ შეხვედრაში. საშინელება იყო მატეო რუჯერი. ეგეთ საშინელი რა. მე რასაც უყურე მაშინ მანდარი იყო საშინელი, აიცი. ძალიან მაგას ტრანსფერზე ყვა ჩაომივარდა, მაგრამ ფლანგები დააკომპლექტეს ხო ამბისაკა ქეში არიან აქეთ და იქით რუჯერი და მაცენი, არ ვიცი, მაცენი ალბათ და ჯობნიდეს ეს რუჯერის, მაგრამ ნახოთ. 4-2-3-1 ტაქტიკა. მანზამბის გეიმედებად? ნახოთ. აი როგორ უნდა თქვა იქ. ეს ტრაუმა, უბრალოდ როდის მიიღო, აღარც ისე მუხლის ტრავმა ქონი. და ისე ეგ ტრაუმა. ეგ ტრაუმა კი. ხო და როგორც იქცევა Aston Villa-ს ხელმძღვანელობა, ეგეთი შესაფერის მწვრთნელი ყავს უნაი ემერის სახით. რატო იცი? უნაი ემერის რა თქმა უნდა, უფრო მეტი დაფასება და გვერდში დგომა სჭირდება, მაგრამ რომ რამე და არ დააფასო და არ მოუყანო ეს ფეხბურთელები, რომელიც სჭირდება, ზუსტად უნაი ემერია, კაცი, რომელსაც შეუძლია მაგ კრიზისიდან გამოძრომა.
მიხდით რას ვამბობ. ანუ ვერ მიყავთ შესაბამის ფეხბურთელები და სწორი კადრები, მაგრამ უნაი ემერი არის კაცი, რომელსაც არ აქვს პრობლემა რომ რაშფორდი მიიყვანოს გუნდში და რაღაცნაირად ფეხბურთი ათამაშოს, სანჩო მიიყვანოს გუნდში და ათამაშოს და ახლა არც მეტი არც ნაკლები გარისკა და გარნაჩო მიიყვანა გუნდში და კიდე აქვს პრეტენზია რომ ათამაშოს ფეხბურთს. ჩემი აზრით უნაი ემერი ირთულებს. რა თქმა უნდა ირთულებს, მაგრამ ვის შეუძლია შეუძლია თუ თუ რა უნაი მოსაოდნელი იყო რომ ითამაშებდა. სანჩო რაშფორდზე ნაკლებად იყო მოსაოდნელი რომ ითამაშებდა და ალბათ ეგრეც ითამაშა, რაშფორდს უკეთესი მომენტები ჰქონდა ასტონ ვილაში. მაგრამ სანჩოც კარგი იყო. აი ნორმალურია და აი გარნაჩო მაგორზე ცუდია და აი მაგუცულსაც თუ ათამაშებს მაგორზე მე ცუდია. არ მჯერა მაგის თამინო მე არ მჯერა გუნდის რომელსაც ირიცხება ალეხანდრო გარნაჩო და აწი სულ ეგრე ვაპირებ რომ ვიყო. ერთადერთი რაღაცით ვამართლებ გარნაჩოს ტრანსფერს თუ იჯარას. ანუ მორგან როჯერსის ტრანსფერში იყო ჩემი აზრით ცალკე კონტრაქტში არ წერია, მაგრამ აი სიტყვიერი შეთანხმება, ჯენტლმენური შეთანხმება, რომ მაშინ გარნაჩო მოგვაცილებთ და კარგი 128 გადაიხადეთ და წავიყვანთ გარნაჩოს. აი ეგეთი ის. მოკლედ, ასტონ ვილას გამეველი იმასაც ჩარშავ ნახეთ ნიუკასლისგან. აი ეგეთი მოლოდინი მაქვს უბრალოდ ასტონ ვილასგან, ამ სეზონში ეს არის დაუნგრეიდი გრძელდება, იმიტომ რომ ოლი ვოტკინსი მიდის ახლა. ოლი ვოტკინსი ალ-ჰილალში მიდის. ალ-ჰილალში მიდის დიდი ალბათობით თვითონ უნდა წასვლა. მარჯვენა ვინგერზე ამ ეტაპზე ვარიანტებია লিონ ბეილი და ალისონი, ალისონ ბეკერი არა, სხვა ალისონია, რომელიც პრემიერ ლიგაში დიდად დარწმუნდა. ახლა ის როჯერს გავს მაგრად ის, აი მიხურა მოხდა შორიდან რა, რო უყურებ რეპორტაჟს. ნახეთ, უბრალოდ უნდა ითამაშონ ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორიც არიან მაჯო, ჰემინგსი, რომელიც ნახეთ სუპერთასზე. მანზამბი უნდა იყოს ის მანზამბი, რაც სოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში იყო, ჟოაო უნდა იყოს საოცრება. ჟოაო გომესი მე ძალიან გამგონილი ფეხბურთელიაო, ნახდად ვერ იტყვი. არა, ჟოაო გომესი მე ძალიან ჟოაო გომესი გერჩივნა თუ ანდრე. ჟოაო გომესი. ჟოაო გომესი. ჟოაო გომესი. ჟოაო გომესი სტატისტიკურ მაჩვენებლებს თითქმის ყველაფერი უკეთესი აქვს. ჟოაო გომესი ატლეტიკოს უნდა და აახიეს ატლეტიკოს. მე მგონია რომ კარგი ტრანსფერია. ამადუ ონენას ტრავმა არის ძალიან დიდი პრობლემა და მეორე კითხვა აქვს ემილიანო მარტინეს კამზე დატოვებენ თუ რას უზამენ, იმას თითი აქ მონტეხილი ვერ მკურნალობს მაგთიც და არ ვიცი როგორ გამვითარდება. ეგრე აქვს უკვე საქმე რომ შეიძლება ვერ მაკიტო იქურნალო. თქვა უარი. აქ თითის გამო? მე მგონია იმიტომ თქვა უარი, რომ მოტეხილი ხო აქვს და არ გვინდა რომ ეს თვენახევარი რამდენი ხანი ჭირდება მოშუშებას. უქმად ვიყოთ რა და თუ ეგეთი აი ბენზემასავი თუ აქვს უკვე თითი რო არა და უმთელდებოდა და ბოლოს სანამ ესეთი გენერალური ოპერაცია არ ჩაიტარა არ მოურჩა თუ ეგრე აქვს მაშინ ცუდადაა საქმე მაგრამ ეგრე ჩანს ხო რა ვიცი ესე შერჩა ემილიანო ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს უნდა წავიდეს ემილიანო მარტინესი ვილას მოუწევს 2-3 ტრანსფერი კიდევ და ერთი იქნება ცენტრალური მცველი ერთი იქნება ალბათ ვინგერი მარჯვენა ალბათ და ვოტკინს თუ წავიდა ფორვარდიც. და აი ემილიანოზე დავუმატებ, ის ორგზის საუკეთესო მეკარეა სეზონის გამხდარი. და ანუ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში და ანუ რა დონის ტოქსიკურობა უნდა გამოხატოს კლუბში განა, რომ მაინც არ გაუხანგრძლება კონტრაქტი და მოიყვანო ზიონ სუზუკი, რომელიც ანუ კი კარგი იყო პარმაში, მაგრამ ემილიანო მარტინესი იცი რომ კარგი იქნება. ზიონ სუზუკიზე შენ არ იცი პრემიერ ლიგაში კარგი იქნება თუ არა. მით უმეტეს ერთ შეცდომას დაუშვებს, მე ბევრი მოხდება პრესისგან და შეიძლება ის დაემართოს, რაც ბევრი მეკარეს ემართება რაღაც ფსიქოლოგიურად ვეღარ განეწყოს და საერთოდ დაკარგოს ყველაფერი და აი მაგას ვერ ხვდები რა. ემილიანო მარტინესი შეენარჩუნა 3 წლიანი კონტრაქტი დაედოთ, ისე ყოფილიყო. მეკარია ბოლო-ბოლო და ასაკენ შედარებით ნაკლებად ეწყობა ვიდრე მინდვრის ფეხბურთელს. ნახევარდაცვაში ჩემი აზრით გასაგებია კამარა, ჟოაო გომესი და მაგინი არიან, თუმცა აი ალექს კოტზე რო ვლაპარაკობდით, რა და შეიძლება ასტონ ვილამ თქვას, რომ ალექს კოტი მინდა და მჭირდება და უნაი ემერიც მგონია რომ კარგად გამოიყენებს ალექს კოტს. რომ სკოტი ვიყო ამასთან ვილაში ახლა არ ველოვიდი. ხო, ეგ მეორე საკითხი არის. მაგრამ მჭირდება ჩემი აზრით. უნაის გამოჯამრთელდება, მე ძალიან ბევრი ვარიანტი ხავთ უკვე ცენტრალურ ნახევარმცველზე და ვიცი, საჭიროა მაგდან. და მე მეგონა რომ აი აგარიო რო იყო თამაში და მგონი ახლაც არის დიდი რო პატარას ჭამს ეს მარტივად რო აუხსნა აი მაგას გააკეთებდა ასტონ ვილა რომელიმე გუნდიდან აი რომელიმე მე-9 მე-11 გუნდიდან ქვემოთ საუკეთესოებს ამოარჩევდა თქო და თურმე გრანდის იმიჯი როგორ მოქმედებს პრემიერ ლიგაში რომ აი ეგ გააკეთა ტოტენჰემმა ძალიან მარტივად რომელიც ბეწვზე გადარჩა გავარდნა წინა სეზონში და ასტონ ვილა უეირა შემდეგი ვინა გადავიდეთ ბრედფორდზე გუნდზე სხვათა შორის ლანსიდან შეიძინეს 48 მილიონად მამადუ სანგარე და ეგ ტრანსფერი რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ლიგა 1-ში. კი, მართლა ხოჭას ვერ. კი. ეგეც მიყვარს ეგეთი ფეხბურთელი. ტრანსფერი რომ განხორციელდა დაახლოებით ერთ კვირაში პარი სენ-ჟერმენთან თამაში იყო მოახლოებული ან რაღაც მაგ თემაზე ჰქონდა ინტერვიუ
ორგელენი არის სახელი აღარ მახსოვს ლანსის პრეზიდენტი და მე არ მომწონს ლიგერის დამოუკიდებულება, რომელიც არის პრემიერ ლიგის დამზღვევიო რა, ბექაპ წყაროო და თვითონ გაყიდა 48 მილიონად მამადუს ანგარი. ეგ რომ არ გაეკეთებინა, კიდე გავიგებდი. ჯეიდონ ენტონი მივიდა ასევე ბრენტფორდში და იანიკ შუსტერი, რომელზეც მე სამწუხაროდ ბევრი არაფერი არ ვიცი, მაგრამ შევხედოთ Red Bull Salzburg-ის ცენტრალური მცველი იყო და მე მჯერა ბრენტფორდი ასე აკეთებს ყველაფრის იგივე განწყობა მაქვს უბრალოდ ბრაიტონზე, ბორმუთის ახლოს ყავს მაგზიაში. მარიამ გუნდები, რომლის თვალდახუჭული ვენდობი, აი ეგრე ვიყავი ზუსტად კიტენდრიუს. სისულელეს არის ამენ, ხო? აი ეგრე ვიყავი ზუსტად კიტენდრიუს რომ მოდიოდა, აი შარშან ყველა აი რომ გეკითხა პრემიერ ლიგის ხალხში, უმეტესობა იტყვა, ვინა ეს კიტენდრიუსი გავარდება ბრენტფორდი. არა, რას გავარდება. იციან ძალიან კარგად ვინცაა ეს კიტენდრიუსი, რატომაც მინდის. გააზრებული გუნდია, ყველაზე დაგეგმარების ხრო შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო იყოს პრემიერ ლიგაში, ყოველთვის აღწევენ იმ პროგრამა მინიმუმსაც თავის უხაზავენ და ხანდახან ახტებიან კიდეც საკუთარ თავს და უკეთეს შედეგებს დებენ. ნელა მოდის ის მომენტი, სადაც ბრენტფორდი ევროტურნირებზე შეიძლება ვიხილოთ, შორი ახლოსაა უკვე. წინა სეზონში შეიძლება ძალით ქნის თქო ეგრევე. გოლების სხვაობის გამო ავუარდნენ. ხო და იქამდეც ძალიან კარგად იჯდნენ 7 ეულში, მე 8 ეულში და ბოლოს გამოვარდა. ეს არის ეგეთი განწყობა მაქვს. ეს არის გუნდი, რომელიც ყველა პოზიციაზე არის კარგად დაკომპლექტებული. აქვთ ვარიანტი A, ვარიანტი B, დაცვის ცენტრი იდეალურად, რამე სამცველიანზეც გადაეწყობიან, მშვენიერი მეკარე ყავთ კელეჰერის სახით. ბრენტფორდის გამოლოდება ეს სტანდარტულად ცხილი შუაში, ან რავი, დანარჩენ ყველაფერი ბონუსი იქნება. შემოსავალი არის 0, უნიეკა უბრალოდ გამოისყიდა და ნუ კაი ჩაუთვალოთ ამ სატრანსფერო პანჯარაზე, მაგრამ ისედაც წასული იყო Coventry-ში და დახარჯა ნორმალური რაოდენობის თანხა. კალუმ ვილსონი მოვიდა ასევე თავისუფალ აგენტად West Ham-ში. სკამიდან მშვენიერი ფორვარდი. რა პრობლემა უნდა შეიქმნას ბრენტფორდს რეალურად ამ სეზონში, რომ ან გავარდეს, ან 10 ან 13 გავარდებით უნდა იყოს. აი რა პრობლემა უნდა შეიქმნას? უამრავი ტრავმა და რა ალღვა უღონ სხვა გუნდებმა. ამდენი ხანი რატო ვერ აუღეს მაშინ ალღვა? არა, ბრენტფორდი ყოველთვის იპოვნის გზას, რომ რაღაც ახალი მოიგონოს. მე მაგის ჯერა, არ ვიცი. შენ ეგრე მადენდობი ხო რა რამე? ჯერა ორი გუნდის გამართული სისტემის, ბრენტფორდის და ბრაიტონის, ანუ ყოველთვის ჯერა ამ გუნდებს. და ყოველთვის ამტკიცებენ ჩემ დობას. იგორ ტიაგო ისევ აქ რომ დარჩა. შეიძლება ეგეც მინიშნება, რომ ცოტა ფალსიფიცირებულია უკვე ბრენტფორდის ფორვარდების გოლები პრემიერ ლიგაში. და ხო, რა ვიცი, სანახაობრივი თამაშების მოლოდინი ისევ არ მაქვს ბრენტფორდისგან, თუმცა ფალსიფიცირებული ატო ფილმი ცუდი იყო შარშან. არ იყო, მაგრამ მაგით დასვას ვერ გამოვიდა. ტოუნი შეწყვიტა გატანა? სად? ნუ საუდიში, მაგრამ ნუ გააქვს ვერიტული ხო იქ ვერ იტყვი რომ რონალდო ვერ იტყვი რომ ტოუნი არის ფალსიფიცირებული. კაი, ოლი ვოტკინსი? ოლი ვოტკინსიც ამდენი წელია. კაი, ოლი ვოტკინსი არა, მაგრამ აი ივონ ვისა, კაი, ივონ ვისა. ვისა არის ერთადერთი რომელს ტრავმა ჰქონდა და მაგით. ვისა ის ამბავია. ნილმოპე არც იყო მაგას გაუწელია. არც არის რეალურად. კაი, იგორ ტიაგოზე, ანუ დაველოდოთ. კაი, კიდე იმედია მომდევნო სოფლიოზეც წავა იგორ ტიაგო. ისევ ძირითადში დადგება და ისევ გამოვარდება ბრაზილია მაგის გაფუჭებული მომენტი. ბრაიტონზე ვარ თქო. ბრაიტონზე და თავის ლუკა უშკოვიცზე. ის ამ წამისთვის ძალიან ახლოს არის მანჩესტერ იუნაიტედი კარლოს ბალებას ტრანსფერთან, რომელიც იმ სატრანსფერო ციებცხელების შემდეგ, წინა ზაფხულის შემდეგ გაუჩინარდა. თითქოს რაღაც მომენტში აღარ უნდა თამაში, ან თუ თამაშობდა და ხასიათზე აღარ იყო და ეხლა ისევ გაწუხდა კარლოს ბალებას თემა და მგონი უფრო ახლოსაა ეხლა, ვიდრე მაშინ იყო. იმიტომ რომ მაშინ აი უფრო კაზემიროს სიბერით და გაცვეთილობით წამოიჭრა ეგ თემა, რომ აი კარლოს ბალება ხო არ იყიდოს მანჩესტერმაო. და ეხლა მგონი უკვე სერიოზულად მიდის მაგაზე ლაპარაკი და ეს ვიდეო რომ დაიდება შეიძლება უკვე გადასული. 100 მილიონს თხოვდნენ თუ რაღაც. ხო, ძალიან ბევრს თხოვდნენ. და ეხლა 65 მილიონი გირვანქად შეიძლება გადავიდეს ბალება და ახლოსაა ეგ ტრანსფერი, ტრავმა აქვს ამ მომენტისთვის, მაგრამ მაქსიმუმ 2 კვირა, 2 ტური გამოტოვოს მაგას იძახიან. ბრაიტონს ჩავხედოთ, ნახავთ იქ შეიძლება მთავარი ტალანტი მეკარეებს შორის ერთ-ერთი მაინც ბარტ ფერბრუგენი აქაა ისევ. დაცვის მეგონა მაგასაც აიყვანდა ის. დაცვის ცენტრში დაიმატეს ერთი ყველაზე დიდი ტალანტი, ასე რომ მსოფლიო ფეხბურთში ლუკა უშკოვიჩის სახით, დაიმატეს პრემიერლიგური უშველებელი გამოცდილებით უნივერსალი კაცი პასკალ სტრუიკი,
რომელიც ამდენი წელი როგორ არ გადავიდა სადღაც ეგ მიკვირდა უბრალოდ რომ ლიციო შემორჩა ამდენი ხნის განმავლობაში ბექაპად რა ვიცი იდეალური კაცია ლუის დანკი რა დავამატოთ ფლანგის ცველები დაკომპლექტებულია ნახევარდაცვაში უამრავი ვარიანტია ტალანტების მხრივ რა ვიცი აიარი დიეგო გომესია იქ პასკალ გროსი თავისი უშველებელი გამოცდილებით აიარიზეც ჰქონდა ეგ მოსაზრება რომ წავიდოდან სოფლიოს მე მაგრამ გონი ისწავლეს გუნდებმა რომ ამ მართლა 8 თამაშიანი ტურნირის ჰაიპს არ აყვნენ და ეგრევე არ იყიდნენ ფეხბურთელები თორე წინა სოფლიოებზე უფრო მარტივად არ იყიდებოდნენ ფეხბურთელები. და ჰაიპებულან ამ სოფლიოზე ეგრე ბევრია, უფრო ვარსკვლავების სოფლიო იყო ალბათ მაგიტო. მანზამბი ეგ არის. ხო და ფლანგ შემტევ ვინგერები ყავთ გასძლიერებელი და მორჩ ბრაიტონი არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ტოპ 5-ს შეუტიოს უკვე თამამად. თავისი უნარებით, თავისი ჭარბი ტალანტით, თავისი, რა ვიცი, გეგმა გაწერილი რაღაცა მიდგომით, მშვენიერი გუნდია და ვინგერები, ორი ვინგერი, ან ერთი ვინგერი, ერთი უნივერსალი, რომელიც ორივე ფლანგს თამაშობს, ან ორი ვინგერი უკვე ბრაიტონს ძალიან დიდ პლუს მისცემს. თუ ბრენდფორდზე ეგეთი განწყობა და განცდა მქონდა, რომ იგივე იქნება და დიდად არაფერი შეიცვლება, ბრაიტონზე ეგეთი დამაჯერებელი ვერ ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ გასულ წელს იყო ორი ეპიზოდი სხვადასხვა თვეებში, გახსოვთ, როცა ბრაიტონი თამაშებს ვერ იგებდა, ერთი ზუსტად მახსოვს, რომ დეკემბერი იყო. თამაშებს ვერ იგებდა, ფეხბურთი ძალიან გაუარესა და როცა რაღაც დადებითს ვიტყოდით და პასუხისმგებლობას არ კიდევით ბრაიტონს რომ ეს გუნდი აქ უნდა გავიდეს უკვე ისე იწყებს მე ფუჭდება. ბრაიტონი გასაგებია რომ ეგეთი გუნდია რომ რაღაც ეგეთ ჩავარდნები უნდა კონდეს და დეკემბრის თვეში თუ თამაში ვერ მოიგებს ეგ შეიძლება ლოგიკური იყოს, მაგრამ წინა წელს ჩემი აზრით უფრო სიღრმისეული ჩავარდნები გამოჩნდა ხურცელერის ბრაიტონში, ვიდრე აქამდე ამას ხედავდით. და ზუსტად წინა წელს ეს გამოვლილი მატჩები და ჩავარდნილი შეხვედრები მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ შეიძლება ათეულში შესვლა ბრაიტონს გაუჭირდეს და ისე მარტივად და კარგად ვეღარ დაალაგოს ფაბიანმა საქმეები, როგორც ახლა ცდილობს რომ გამოისწოროს ვარცხნილობა. კონფერენს ლიგა შეიძლება მოიგოს. მე ესე შევფუთავდი ბრაიტონის სეზონს და მაგაც დაუმიზნო ტიტული მოიგოს. ეგ ძალიან კარგი ამბავი იქნება, მაგრამ ამჯერა, არც მაგის ამჯერა ამ ეტაპზე. რა ვიცი, ისეთი გუნდები არიან იქ. თო, იმიტომ რომ ის ჩემი აზრით საგანგაშოც თუ კონფერენს ლიგაზე ჩავარდნები რა უნდა ვილაპარაკო. ხო და ბრაიტონის პრობლემა ისევ და ისევ ისაა. მე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს ბორნმუთთან და ბრაიტონთან, ზუსტად მაგითო რომ ევროტურნირზე უწევთ თამაში და რამდენად გაკაჩავენ ბრალებში ორივეგან თამაშს და ბრაიტონსაც რომ არ მჯერა. შესაბამისად გონია რომ ბრაიტონსაც ძალიან გაუჭირდა. და რამდენი ფეხბურთელი უნდა ყავდეს გუნდს რომ დაიჯერო? აი იმდენად ბევრი ფეხბურთელი ბრაიტონს. ხარისხია მთავარი ჩემი აზრით. ხარის რას ერთში? ანუ მე რას ვამბობ, ფსიქოლოგიურად შეუმდგარი ფეხბურთელები არ ყავს, შეუმდგარი ფეხბურთელები ყავს, რომლებსაც არ ჯერათ რომ ეგეთი მიზნისთვის შეუძლიათ ბრძოლა. ნუ მან მე უფრო სისტემის ხარეს ვიხრევი და იმდენად სისტემურად გამართულია რომ მაგის ჯერა რომ ბრაიტონს შეუძლია რომ ნაბიჯი წინ კიდევ ერთხელ გაადგეს. ერთ საინტერესო რაღაცებს ვიტყვი, ორ საინტერესო რაღაცებს ვიტყვი ბრაიტონზე, რომ იოელ ვოლტმანი თავისუფალ სტატუსით წავიდა ვესტჰემში და ტომ უოტსონი რომ გენერაციის ტალანტად შეიძლება შერაცხულიყო ლიგუმაში გაანათხოვეს ლესტერში. და ფაბიან ჰურცელენამ თავარი ამბავი არ გითხოვს, თმა გადაინერგა და თურმე წეღავ თქვი. კი. მე გამომეპარა. და გვატყუებდა ამდენი ხანი ბიჭო. ბუეჭველი ვიცით რომ გატყუებდა. კი, კაცო, ეგეთი ხშირი თამა და უცებ გამელოდება ვის გაუგია. ანუ ხო და როგორ მაშინ? პარიკი? პარიკი და შეიჭრა პარიკი და ისე ქონდა თქმა რომ ვერ მიხვდებოდი რომ ეს. კაი ბატონო, ეგრე. სულ ხო კიდე პარიკით. არ მჭირდება, არ მგონი. კაი, გადავიდეთ იმ გუნდზე, სადაც გადავიდა ყველა. ბრაიტონიდან დენი უელბეკი. ჩელსი. და ჩელსიზე ისევ სალაპარაკო ბევრია. ფურცალზე ახლა არის ჩემთვის ნომერი 2 ფავორიტი პრემიერ ლიგაში. მეც მაგისკენ ვიხრები, ანუ ესე ვსვამ კითხვას. ვინ შეიძლება გაყვეს არსენალს და პირველი ჩელსი მახსენდა. ანუ ყოველთვის აწლიან წლამდე მტკიცდება, რომ გუნდი, რომელიც არ თამაშობს ევროტურნირებზე და ყავს ამდენად კარგი და ღრმა შემადგენლობა, ყოველთვის იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და ყოველთვის დებს კარგ შედეგებს. ამ მანჩესტერ იუნაიტედი შარშან რო ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგაზე, ან თუნდაც ევროპა ლიგაზე, მანჩესტერ იუნაიტედი შეიძლება ტოპ 5-ში არც ყოფილიყო. იმდენად დამღლელი იქნებოდა ეს ყველაფერი. 40 თამაში ჩაატარა, ანუ აბსოლუტური მინიმუმი რაც შეიძლებოდა ჩაეტარებინა. და თან ჩელსის ყავს შემადგენლობა, რომელიც თავისი სიღრმით მზად არის იმისთვის, რომ ორ ტურნირზე ითამაშოს.
ანუ კომპლექტაციის მხრივაც რო შევხედოთ ახლა პალესტრა ძალიან კაი ტრანსფერია, იმიტომ რომ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში უამრავი ვინგბეკ ვარიანტები, ანუ ბარკოსაც შეუძლია, კენდასაც შეუძლია თამაში. ამ მომენტისთვის ენცო კაისადოს დუო ყავთ ცენტრალურ ნახევარ-დაცვაში. თავისუფლად შეიძლება ეს გუნდი სეზონის განმავლობაში ისევე ლავირებდეს თავის ტაქტიკით, როგორც ალონსოს ლევერკუზენი 4-2-3-1-ცა 3-4-2-1 შორის. ფორვარდად ყავთ ჟოაო პედრო, რომელიც დამშეულია და გადარეული იქნება იმის გამო, რომ სოფლიოზე არ გამოიძახეს და შეიძლება კარიერის სეზონი კონდეს. პალმერი, როჯერსი, ესტევაო. არ ვიცი, ანუ იცი ლაკრუა, რომელიც მგონია რომ დაუფასებელი ტრანსფერია ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, იმიტომ რომ ძალიან კაი მცველი არის მაგასთან სლავ. ემეგაც ხო უკვე ჩელსიშია. კი, ემეგა ჩელსია და ყავთ ერთი ხუთი ფორვარდი ყავთ გასაყიდად გამზადებული. უბრალოდ ემეგაზე ველბეკი რომ მიიყვანეს უეჭობრო კიდე სადღაც გაუშვებენ იჯარით თქო რა. ვარიანტები როგორც იწერება, ესე იქნება ჟოაო პედრო, ემეგა და ველბეკი, ეგ სამი ეყოლება ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე. ველბეკი მაინტერესებს როგორია, თორე ემეგაზე წინაც დავაყენე. ჯორდან ჰენდერსონი არის. კაი სეზონი ქონდა წინაზე. ჰენდერსონი არასდროს. ხო ხტები რისთვის მიიყვანეს ეგორია რა. რისთვის ინგლისის ნაკრებში იყო და გასაგებია ჰენდერსონი. ზუსტად ეგ არის გათვალა. მე ძალიან ჯერ ველბექს მე კიდე დამატებითი ის მაქვს მოსაზრება, რომ მართლა კარგი იყო წინა სეზონში, რა დროსაც აძლევდნენ და მხოლოდ გასაგდელისთვის არა. თან ჩელსისთან რამდენი გოლი აქვს ველბექს, თან მინიმუმ ის გოლები გამოართვეს, რომ გაგვიტანსო და რა ვიცი. თან მომეწვა აი როგორი ტრანსფერები, აი პეპ ჩავარია და ფეხბურთელები რომელიც არიან 23 წელს ქვემოთ აუცილებლად და მათ შეიცვალა ჩელსიში. ამ ზაფხულს ჩაბი ალონსოს მისვლასთან ერთად აღიარა ჩელსიმ წარსული შეცდომები, თქვეს რომ გჭირდება მენეჯერი და არა მწვრთნელი, მოიყვანეს მენეჯერის კონტრაქტი, ჩაბი ალონსოს უთხრეს: "აჰა ძმაო, ქეში გაქვს, დააკომპლექტე გუნდი." ჩაბი ალონსო მაგარი მწვრთნელი, ანუ რეალში ის ცუდი პერიოდი არ უნდა გაფიქრებინებდეთ ვინმეს, რომ ჩაბი ალონსო არის ცუდი მწვრთნელი, ანუ არ გამოუვა, ჩაბი ალონსო არის ელიტარული მწვრთნელი, რომელსაც აქვს ყველა უნარი იმისთვის, ჩელსიში მიაღწიოს დიდ წარმატებას. ჩელსი ჩვენივრადაა დაკომპლექტებული, ისეთ შეგრძნება აქვს კიდე ორ ტრანსფერს მაინც უნდა ველოდოთ ჩელსისგან და მგონია რომ ჩელსი არის კონტენდერი. ანუ ეგ ტრანსფერები მე ძალიან მგონია რომ ინცოს სიტიზე სიტიში გადასვლაზე მიბმული და შენ რო თქვი გაბრალ ლევერკუზენის მაგალითი ზუსტად ამის გამო მგონია რომ მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს ანუ პირობითად პეპ ჩავარიას და მარკო პალესტრას იქნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი და შეიძლება ძალიან მაგარი სეზონის გამოვიდეთ მაგის გამო, იმიტომ რომ იქ რომ ლევერკუზენი რომ გავხსენოთ, ანუ გრიმალდოს რა სეზონის გამოვიდა და ფრიმპონგს, აი ზუსტად მაგ კანონზომიერებას რო გავყვეთ, მაგიტომ ჯერა რომ შეიძლება რაღაც აფეთქდნენ რა მაგარი სეზონი გამოვიდა. თუ არ გამოუვა ერთს ნახე რამდენი ვარიანტია მე ბარკო, კენდა მარცხნიდან, გუსტო, ჯეიმსი, აჩემპონგი, აუ ვიცი, ამდენ ფეხბურთელს შეუძლია ამ პოზიციებზე თამაში, ამდენი ალტერნატივა აქვს გუნდს. და აი გუსტოთან, აი სოსიედადთან ქონდა ამ ხანაგური ჩელსის და მან დაკეთებს, ანუ ერთ ეპიზოდში, როცა შეუძლია აი როგორ წინ გაიქცეს, იცი, აი სულ ფეხბურთი არ იცოდა, მან წინ უნდა გაიქცენ, რომ არავინ არ გყავს რა და ისე უკან აბრუნებს პასს. გულშემატკივრის რეაქცია არის აი ამოუხურის რა გესმის მაუწყებლობისას და მე უცებ აკეთებს ძალიან მაგარ პასს საგოლე გადაცემას აკეთებს გონი ფორვარდზე გონი ჟოაო პედრო იყო ვინც გაიტანა და ანუ მალუგუსტო არის ეგეთ ფეხბურთელი უცებ შეიძლება რაღაც ძალიან სასაცილო რაღაც გააკეთოს და მე პარი სენ-ჟერმენს გაუტანოს მაგალითად კი ბევრი რამე შეუძლია ეგეთ ხო და პრესეზონი საინტერესო ქონდა ჩელსის იმიტომ რომ ჯერ ტაქტიკურად პირველ მატჩებში ვნახეთ 3 მცველით მოთამაშე ჩელსი, მერე 4-ით, მერე უამრავი ვერსია მოსინჯა, პედრო ნეტოც იყო მაგალითად ერთ მომენტში ვინგბექის პოზიციაზე და ჩაბი ალონსოს ეგ შეუძლია რომ გამოიყენოს ეს ფეხბურთელები მრავალმხრივად. პედრო ნეტომაც ისე კარგად ითამაშა ვინგბექად რომ შეიძლება დაფიქრდეს კიდეც რომ მართლა მანდღუარი იყოსო. ბეჭო აქვს ნეტო წალოვან. ხო, ეგეც არა გამორიცხული. საუდის არაბეთში ხო ეგეც გონი. საუდიან სიტი იწერებოდა კი. ორი ვარიანტია, საუდიან სიტი. სიტი, აი სიტის საუინიოს შემცვლელად უნდათ და დოკუზეც დაიწერა. სევილიაში რო თამაშობდა, ამახსენეთ. წავის ტრამომი იყო დოკუ. ხო და დაიწერა კიდეც წასვლაზეც. დოკუ რჩება, იმიტომ რომ ტრაუმა მიიღო. სერიოზული ტრაუმა მიიღო? 3 კვირას მინიმუმ გამოტოვებს და დოკუ რჩება. სიტის ვინგერების კრიზისი აქვს და მაგიტომ დოკუ თუ წავა ვინმო და არ ვიცი, აღარა ვარ. ეხა შემხვდა და ხო და იმას გავს თქო. ხესუს ნავას. ჩემთვის ნეტუ იმაში სიტიში. აი იტალი რო არის ჭადრაკის თაფაზე, აი ეგრე. არა, ხესუს ნავასი არა ნეტუ. წინა. მე ერთი ის მაქვს, რომ ჩელსი გონია რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგას დაბრუნდება.
მეც ავიცი. ძალიან ჯერა მაგის და ზოგადად ჯერა ჩაბი ალონსოსი და განახლებული ჩელსის მენეჯმენტის, იმიტომ ტოდ ბოული და ის მეორე კაცი ვინც ყავს კიდე. არა, ეგბალი რჩება მართლობაში, ბოული ყიდის თავის წილებს ახლა, რაც კაცი არის კიდევ. ეგ და ბოული ყიდიან თავის წილებს და გადის მართლობა ეგბალის ხარეს, ეგბალი ალონსოს მიაბარა, ნახოთ რა ვიცი, ჯერა ჩაბი ალონსოსი და ჯერა ამ ფორმატის რომელშიც ჩელსია და მორგან როჯერსიც შესანიშნავი ტრანსფერია ესე ფურცელს. კი, მე მორგან როჯერსის გოლს და აღნიშნოს ველოდები ყველაზე მეტად რა. მაგ თამაშს. პალმერთან ერთად. ხო, აი რას იზამს რა. ხო, მოკლედ თავიდან თუ რასაც უყურებდი ჩელსიში და ცალსახად არასწორო იყო ყველაფერი, მარტივად რო ჩანთა, რომ არა საფეხბურთო კუთხით რო ვითარდებოდა ჩელსი, ახლა საპირისპიროდ დაალაგდა ყველაფერი. ახლა ყველაფერი ზედმიწევნით კარგად მიდის, ისე რასაც ტრადიციულად ფეხბურთული გამართვა ჰქვია, ხო? ხო და ნახოთ რა გამოვა და როგორ. კი, და ერთ-ერთი რაზეც გული დამწყდა, ჩელსის თომაგი რო ყოფილიყავი, კუკურეია ამ სოფლიოს მერე რო ჩემი კლუბიდან წავიდა, აი მაგრად მეწყინებოდა, იმიტომ რომ გამოჩნდა რომ უეჭველი მეორე საუკეთესო მარცხენა მცველია სოფლიოში. და უბრალოდ კუკურეას ის აქვს, აი 4 მცველიან ფორმატში ვინგბეკი. იკარგება? ხო, არ არის იმდენადო ეფექტური და მაგიტომ ალონსომ ეგრე ძალიანაც არ განიცადა როგორც ჩანს კუკურეას წასვლა. იმიტომ სხვა ფორმატზე აწყობს გუნდს. კრისტალ პალასი მეგობრებო, მოქმედი ჩემპიონი კონფერენს ლიგის გაგახსენებთ, რომელიც ასევე ევროპა ლიგაზეც ითამაშებს უკა. ამ ზუკა დაულის ახლა, ხო? ხო და მე ისევ შეგეწინააღმდეგე. მოვიდა პიერსაჟი. კი ბატონო. კაცი, რომელმაც ლანსი გაიყვანა მეორე ადგილზე, 21 საუკუნეში მოაგებინა პირველი ტიტული და პრინციპში უბრალოდ თავი ამოწურა ლანსში, მეც ვეღარ მიაღწევდა და წამოვიდა ხა ჩემპიონი თუ გახდა ლანსი, რა ვიცი, არ მჯერა მაგის სიმართლე გითხრათ. ახალ მწვრთნელთან ერთად დინო ტოპ მიოლერ მევიდა იქ. ხო და როგორც წეგან თქვით, გაყვნენ იმავე ხაზს, ოლივერ გლასნერის მსგავსი, იმავე შაბლონზე და თარგზე მოთამაშე მწვრთნელი მოიყვანეს მისი სახით და მოლოდინი ამ სეზონში ალბათ უბრალოდ დარჩენა უნდა იყოს, მეტი არაფერი. იმიტომ რომ აი იმ ფონზე რაც ხდება ახლა ტოპ 6-ში და წინა სეზონში რომ ტოტენჰემი ფიზიკურად არ არსებობდა და ტოტენჰემის ესეთი გახდა, სად შეიძლება კრისტალ პალასი შეძვრეს ვეღარ წარმომიდგენია. მე რა მომწონს ისი პალასში ძალიან ცოტა დახარჯეს და ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოიყვანეს. და ეს ვარიანტები ძალიან მომწონს ამ ფორმაციაში, ასე თამაშობს კრისტალ პალასში. ტოტენჰემი თქვი ხო? არა, პალასი. პალასი. აი, და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტოლობის ნიშანი რომ უნდა დავსვათ, ეგეთი გაცვლა მოხდა ფეხბურთში. ანუ ეგრე გავდეს ორი ტიპი ერთმანეს. NBA სტრელი. აი ბრენან ჯონსონი და დუაით მაკნილი აი დააკვდნენ ერთმანეთს ეგ გაიცო. გახსოვს რეალმა და არსენალმა გაცვალეს იჯარებით, ადრე იყო რეიესი და ბაპტისტა. მაშინაც ეგ შეიძლება. იჯარებით თუ იყო, ვიცი. იჯარებით, წლიანი იჯარებით გაცვალეს ერთმანეთში რეიესი და ბაპტისტა, ორივეს გამოადგა. რეიესმა ლა ლიგა მოაგებინა ბოლოს. ხო და პალასში ძალიან მომეწონა მინგესას ტრანსფერი, იმიტომ რომ ოსკარ მინგესა ბოლო წლებს ლა ლიგაში გამორჩეული ფეხბურთელია და შეუძლია როგორც ვინგბეკად თამაში მარჯვენა მხარეს, მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ხო სამცველიანი ტაქტიკით განაგზობს თამაშს პალასი. დაცვის ცენტრია ერთ-ერთი სადაც ალბათ დაიმატებენ მცველს და იწერება რამდენიმე ვარიანტზე. ადამ ორტონი ადგილზეა, ცენტრალურ ნახევარდაცვაში ალბათ მისი მეწყვილე შეიძლება იყოს პრობლემური პოზიცია და შეტევაში ყავთ უამრავი ხალხი. დაიმატეს იმდას ეს ზავიერ გოზო, იცი? ხო, მე სახელი მომეწონა. ზავიერ გოზო არ მოგწონს სახელი და კარგია. იდეაში მაგრამ არ ვიცი რა ზავიე როგორც არის, ეგეც ზავიე წარმოითქმება ზეთით და იგივე არის, მაგას ეგ სახელი ქსავიე არის. ქსავიერი ნუ აი ზავიე წაიკითხება ამ შემთხვევაში, მაგრამ იგივე სახელი არის, უბრალოდ ვარიაცია. ხო, გადმოიყვანეს Real Salt Lake-დან, ამერიკიდან. იწერება რომ კაი ფეხბურთელი, მოკლედ პალას ბევრი ვარიანტი აქვს, ღრმა შემადგენლობა, 1-2 ტრანსფერი და პალასი იტყვის რომ კაი, დავრჩებით პრემიერ ლიგაში, აბა ნახოთ ევროპა ლიგაზე რას ვიზამთ. აი ტომიასო მე რო გადმოვიდა, გავიქი, მაგრამ ტომიასო რო აიაქსში იყო. მე გარიცოდი. აიაქსში. გამოგრჩა ეგ ამბავი. კრისტალ პალასიც იმ გზას გაყვა ისე, რასაც ბორმუთი და ლივერპული აიღეს ეს სტატისტიკების დაფა და ერთ-ერთი ის კაცი მოიყვანეს, რომელიც იდეალურად შეცვდა ოლივერ გლასნერს და ეგეთი კაცი იყო ნამდვილად პიერსაჟი. უბრალოდ მე რომ პიერსაჟი ვიყო, ისევ და ისევ იმ ხავს მივყვები, კრისტალ პალასში არ გადმოვიდოდი სამწვრთნელად. იმიტომ რომ სტივ პერიში
ცოტა გაბრაზებული ვარ ოლივერ გლასნერს ვარ ინდორ ვარ მისამეტი თანხამეტი მხარდაჭერა და მგონია რომ სტივ პერიში არ იმსახურებს ეგეთ კარგ მწვრთნელს როგორც არის პატიცემული პიერსაჟი ხო მესმის კი არა და ერთ-ერთ საუკეთესო ფუნქციონერზე კი ვლაპარაკობ მაგრამ გლასნერს ეგრე არ უნდა მოხსეოთ ჩემი აზრით უფრო მეტი თანხაც უნდა დაეთმო ნუ არა აქვს და უფრო მეტი ამბიციაც რო ჰქონოდა და უბრალოდ უკეთესი იქნებოდა გუნდის ზოგადი ხედვა უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევა კრისტალ პალასში ვიდრე მწვრთნელი ამ შემთხვევაში და კი ბატონო უნდათ რომ იყვნენ ეს მე-13 ადგილოსანი და იყვნენ აი რომ გავარდნენ თავიანთავს დააბრალოთ მე უბრალოდ არ ვარდება ეს კრისტალ პალასში ან მე-13 ხო ადგილი არის ვარდებოდა ჩემთვის ხო იყო ხშირად შემთხვევა რომ ვარდებოდა და როიგონსონი მოდიოდა რა მართლობა არის სტივ პერიშის დროსაც ხო ვარდებოდა პალასი ხო იყო ეგეთ შემთხვევები როი ეს ჰოჩენი 7 თამაში რო წააგო პირველი გადარჩნი დებური რო იყო ბეწუზე ესა ჟოზე მოურინიოს ის არის ოპერაში ხო და დევორს მენეჯერ ეგრე რო ამბობს იმას ხო და პიერსას შეიძლება შემეძლო რომ უფრო ამბიციურ კლუბში წასულიყო, უფრო ისეთ კლუბში წასულიყო, სადაც უფრო მეტად დააფასებდნენ და ახლა აქ რეალურად შეკვეცილი რესურსით უფრო მეტი რაღაც უნდა დაამტკიცოს. რაც თავის მხრივ გამოწვევა, თავის მხრივ სურდა პრემიერ-ლიგაში ეცადა ძალები და ვნახოთ. მე მაგალითად მიყვარს დასაკურებელი. ძალიან დიდ პატივს. იმიტომ რომ ეგეთი კაცია, ფეხბურთელებს აძლევს საშუალებას რომ უბრალოდ გაიხსნან და ისიამოვნონ თავიანთი საქმით და ეგ ფეხბურთელებისგანაც ვიცით და მწვრთნელისგანაც ვიცით რომ თავარი ამბავია. კაი, მაშინ გადავიდეთ ევერტონზე. დევიდ მოიესთან, იქ სადაც ყველაზე გამოცდილი მთავარი მწვრთნელი ამ მომენტისთვის პრემიერ-ლიგაში შემორჩენილებს შორის. ხო არ გონიათ რომ დევიდ მოიესმა წელს უნდა გაისროლოს. ის თუ არ მე მეგონა გასმერე სხვა რაღაცაზე გააგზავნა. ამ შემადგენლობით დევიდ მოიესის დრო მოვიდა რომ გაისროლოს, კი. ანუ ჩვენ ერთაზე ვართ. კი, იცი რატო, იმიტომ რომ ამათს რო უყურებ, აი ნახევარდაცვის სამომწონს. ყავთ ჯეიმს გარნერი ჩემპიონშიპის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხო იყო ჰეიდენ ჰეკინი. კი, ჰეიდენ ჰეკინი დასახელდა. და მანჩესტერ იუნაიტედი კარგ ხანს ცდილობდა მის გადაბირებას, მე ანუ არ ითქვეს ან არ მოუნდათ, არ ვიცი. დიუსპერი ჰოლი, კრისტიან ნორგორი, ხო, საკმაოდ კარგი ნახევარდაცვის ცენტრია, ძალიან მომწონს. მათ შეუძლია დიუსპერი ჰოლს რამე 10-იანზე შეუძლია ასე შემდეგ. ილიმან დიაი რჩებაო, ასე იწერება. კიდევ კაი რჩება, ანუ ირლანდიას რა უნდა საუდის არაბეთს. არ ვიცი, ეგრე ბევრზე გამჩენია იგივე მოსაზრება, რა ვიცი. რა გითხრა. ანუ ილმადიას მე მეგონა რომ ეს ეხლა სეზონიც უწევდა სანამ მაგნიუს გავიგებდი იქნებოდა გარდამტეხი სეზონი რომ მე დიდ გრანდში წასულიყო და უცებ შემხვდა მე რომანოს თორიში ანუ იმას ალ-ჰილალში ალ-აჰლიში მიდისო და გული გამიხდა კიდევ კაი დარჩა. გრილიში შეიძლება გადავიდეს და ამბობენ რომ კიდევ ერთ ფორვარდს დაიმატებენო. გრილიში აქ უნდა თამაშობდეს. მომწონს ეს ვარიანტი. ხო და რა ვიცი. აი ვინგერი თუ დაიმატეს, ერთი შემცვლელი ფორვარდი თუ დაიმატეს, დაცვაც რა ვიცი ნორმალურად გამოიყურება, ვერ ხედავ პრობლემებს, რომ ტარკოვსკი ბრანსვეითი იდგეს ისე დუო და წარმატებას მიაღწიონ, ჯორდან პიკფორდი უგამოცდილესი მეკარეა, ვიტალი ნიკოლენკოც გაიფორმეს, გაიფორმეს და გაახანგრძლივეს, ჯეიკობ რაიენი შარშამ შვენივრად გამოიყურებოდა მარჯვენა ცოტა. რაც მე მომწონს, თან ძალიან მაღლები რო ყავს ყველა, ნიკოლენკოს. ევერტონისგან ხედავ თავს, აი ერთ-ერთი ვინც აი ესე გამოკვეთილად არ მომწონს, არის ჩარლი ალკარასი, კალოს ალკარასი, რომელიც არის არ ვიცი, ვერ ხვდები ამდენი ხანი ეს კარიერა როგორ აიწყო ამ ფეხბურთელს. თავიდან იყო კარგი და ზუსტად მაგ ერთი თვე ზუსტად ყველაფერში ერთი თვე ზუსტად პრემიერ-ლიგაში საკმარისი ერთი თვე. მართლა ეგრე. მე რო კარგად ვიტამაშე 3 წელი მე მგონი. მე რო კარგად ვიტამაშე ერთი თვე. ეგრე 4 წელი პრემიერ-ლიგიდან ვერ მომიშო. შორიდან ერთი გოლი გაიტანე. ბურთის დაკარგვის პროცენტი 2-3 თამაში დაბალი კონდეს და მე შეიძლება რა ვიცი 3 წელი არაფერი გააკეთო ხალხას გიხარო. მაშინ რა მუდრიკიც იყო ამავდროულად. ხო, მოკლედ ევერტონს 2-3 ტრანსფერი მუდრიკი არ გიხსენებია ხო ჩელსის. არის ახსენებელი, რა ვიცი. რატო წავიდეს. წავა აუცილებლად წავა. და ევერტონს 2-3 ტრანსფერი ჩემზე ჭირდება და დევიდ მოიეს აქვს ზუსტად ის გამოცდილება და ის შესაძლებლობა რომ ამდენად დატვირთულ და არეულ პრემიერ-ლიგურ სეზონში ზუსტად ამ ამგვარულ წყალში დაიჭიროს თევზი და ან მე-7 ან მე-6 ან მე-8-ზე გავიდეს. ტიტული გვინდა თან ევერტონის ფანები ამბობენ, ანუ ლიგის თასი მაინც. ლიგის თასი მოიგოს მაშინ. ხო და რას ვამბიცი? კი არა, FA გავჭირდება. ეს ახალი სტადიონი ევროპის ჩემპიონატს რო უმასპინძლობს, მაგიტო ხო არ აშენებულა, რაღაცით ხომ უნდა დაასველონ და დაამშვენონ და რაღაც უნდა მოიგონ. აი, დროა, ევერტონი დროა რო წინ წავიდეს. გადავიდეთ კიდევ ერთ გუნდზე, რომელიც ასევე მგონია რომ დროა რო წინ წავიდეს. რომელსაც არის ფულემი? რეალის შარშანდელი მწვრთნელები ლონდონის ფოშუბნებში განლაგდნენ. რეალის უკანა ჯიბე მე ესე ვიტყვი. ერთმანეთთან ძალიან საფულე სადაც უდევს. ჩელსი და ფულემი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. კი. ზე. ბარემ მანდ გადალაგდნენ ალვარო არბელოა და ჩაბი ალონსო და ალვარო არბელოამ ძალიან ჭკვიანური ტრანსფერები გააკეთა, ვიტყოდი, იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება ესე არ იცნობთ ამ კაცს, მაგრამ წელს ყურადღება მიაქციეთ სესარ პალასიოს.
იმდას უყურე ამ ხანაგურს ფულემის სესარ პალაციოსის ია წარმოდგენა არა მაქვს ამ კაცს. ძალიან ნიჭიერი ათიანია, რომელსაც შეუძლია რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს. მე აი რეალთან დაკავშირებულ ფორვარდებს ვისაც შედარებით არ არის სახსენებელი რა, ანუ ბევრი არ იცნობს, არ ამბობენ მის სახელს დაგვარს ხშირად, მაგრამ მაგარი ფეხბურთელი მგონია რო ხდება, არის ესპი, ანუ რომელიც რეალში დარჩა. თორე შეიძლება ეგეც წამოსულიყო. დარჩა ხა იყიდეს ლევანტედან. მას რეალის აღზრდილი არისო? არა, ლევანტედან იყიდეს. მე მგონი რეალის აღზრდილი იყო და რეალს უნდა გაეშვა და დაიტოვეს. ხო, მაშინ ესპი. არა, ინტერვიუც ხონდა, შოკში ვიყავი რეალმა რომ მართლა? მე მეგონა ხა უცებ შევიდა ზარი და მეორე დღეს იყიდა რეალმა. შოკში იყო ბიჭი. ნუ ესპი რა, მოგონ რეალის აღზრდილი მეგონა და. ანუ არბელოსი გჯერა ესე იგი რომ რაღაც გონსალო გარციასიც მჯერა, ალვარო არბელოსის მჯერა, სესარ პალაციოსისაც მჯერა. მომეწონაში ჩარლზირო დაიმატეს, იმიტომ ნიჭიერი ფეხბურთელია, რაც მინახავს მისგან და მგონია რომ პერსპექტივა აქვს რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. სანდერბერგე წლებია მგონია რომ არის დაუფასებელი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და საერთოდ არ იყო ალოგიკური მანჩესტერ იუნაიტედს რომ უკავშირებდნენ რაღაც პერიოდი. დუკა არ კიდე მანჩესტერ. აი ამჯერა მე ძალიან მოუხეშავია რა. ბერგე? ბერგე, აი ეგეთ თავის საქმეს აკეთებს მაშინ უნდა იყო, იაია ტურე უნდა იყო მაშინ. ეგ ძალიან მაგარი თამაშია. ხო და მე გაბრუნ შენაირი ხალისით ფულებს არ მეგონია რომ ბანაკში ვარ. მე 16 მე 15-ზე შეიძლება გავიდეს. მეც მანდ რომ იმიტომ რომ ჯერ ერთი არბელოს ეგრე კარგად არ ვიცნობ, არც ამ ახალ გადმოსულ ესპანელებს და შესაბამისად იმის გამო რომ მარკუს სილვა მე მგონია რეალურად ძალიან კარგი მწვრთნელი მგონია. ხო, დამკიცა. საადო ოღონდ აი მაგასაც ხო გააჩნია. არა, დამტკიცებაში უთული ფულებს რა. ვოტფორდში ფულებს უთული და რა თქმა უნდა. რო არ ვარდებოდა და საფქეც არ ჩემთვის ემოწმებოდა. სასწაულია ეს ფულემი რო არ გავარდა ამდენი ხნის ეგა, განმავლობაში. მანდ ვარ მეც. ჩემთვის ჰალში ძალიან კარგი მწვრთნელი იყო და უკვე იქ ეთყობოდა რომ ძალიან კარგი მწვრთნელი იყო და მისი მიღწევა რომ ფულემი არ გავარდა ამდენი ხნის განმავლობაში და ასე ცალსახად მწვრთნელზე ჩამოკიდებული ფულემი ახლა რომ მოდის მაინც ახლად შობილი მწვრთნელი არბელოას სახით ძალიან დიდ ეჭვებს პადებს. ხო და არბელოას სიც არ არ მგონია ოღონდ რომ თვალიდან პლაცენტა თიმორბის არბელო. არა, პლაცენტა არ არის, მაგრამ ახლა იმიტომ რომ 6 თვის ხოა თუ რა. ხო, მაგრამ ნახე რეალ მადრიდის მწვრთნელი იყო, შაშან ბაიერნს ეთამაშებოდნენ და ასე შემდეგ არ ვიცით ახლა ხანგრძლივობა უფრო ფასობს ჩემთვის ვიდრე რეალში 3 თვე. ნახე გვაჩვენეს პერსპექტივა არბელო კაი მწვრთნელია თუ არა, არავინ არ იცს, ვერავინ ვერ გეტყვის მაგას ახლა. მე თეორიულად არბელოს იმიტომ ჯერ რომ ინგლისურ ფეხბურთს იცნობს კარგად. და დიდი გამოცდილება აქვს მიღებული და პერსონაჟით ისე დადებით პერსონაჟი არის და არ ვიცი, კაი ტრანსფერები გააკეთა ფულემ. მე აი რა ვიფიქრე, რეალთან რო ესე ჩამეგობრდა და ჩაძმაკაცდა თქო. აი შაჰიდ ხანია ამათი ფლობელი ვინც არის, აი ფლორენტინო პერესი ეგეთ ხალხს პირველ რიგში მარტივად დაკერავდა რომ არბელოა წაიყვანე, გონსალო გარსიას მოგეწონება გამოგადგება წაიყვანე, აი ფლორენტინო პერესი ეგეთ ტიპებს ხო უმარტივესაც შეუტანხმდა. რა შენა? კომო. შაჰიდ ხანმა? არა, პერესი. არა, პერესმა ხო, მაგრამ ანუ რა აუცილებლად ყველაფერი არ აყავდება. 2-3 წელია ეს რეალის კანტერანოები ვინც მინდიან 90%-ზე მეტი აქცევს წარმატებას. ხო, კი. ანუ ფაქტია, ყველა თამაშობს. ანუ ყველა მითამაშა, ყველას ესდება ღირებულება, მაგ შემოსული თანხებით რეალმა გამოიმუშავა 200 მილიონზე მეტი ზაფხულში. ანუ ფეხბურთელებს ყიდიან ძალიან ძვირად უკვე. ისე რომ ძირითადად გუნდეს ერთი ფეხბურთელიც არ გაუყიდიეთ. სუ კანტერანოები გაყიდეს. იოაკიმ ანდერსენი თუ გაყიდეს გაბრო? არ ვიცი რატომ. გავარდნე. მაშინ რომ გეცადო ყოფილი. იოაკიმ ანდერსენზე ხო? იქ დაიწერა რამე სერიალი. არა, უბრალოდ ეს გამახსენდა, რამხელა ანდერსენი ისა დიოპლე გამახსენდა. აი, რიც იუნაიტედ. თავისუფალი ლეგენდის სტატუსით, ზუსტადაც რომ ფულემიდან წასული ჰარი ვილსონით გაძლიერდა ლიდსი. დანიელ ფარკი ისევ აქ არის და იყიდეს მეკარე. თავარი ტრანსფერი არის ჯეიმს ტრაფორდი 46 მილიონად. იმ დღეს დაიდო ვაირალ მომენტი იყო ჯეიმს ტრაფორდმა ორი ფორვარდი მოატყუა და მე იმხელა პასი გააკეთა ფლანგზე ისეთი მაგარი პასი გააკეთა ანუ კროსის პასი იყო რა ან ხანაგურ თამაში ან ხანაგურში ხო მე ხა ტრაფორდი კაი ტრანსფერი მგონია იმიტომ რომ ტრაფორდი 20 თამაშობს თავის აი პასით ძალიან დიდ უპირატესობას უქმნის გუნდებს შეიძლება კარიცხაზე იმდენად მაგარი მეკარე არ იყოს მაგრამ ედერსონი გვახსოვს რამდენად კარგი იყო პრემიერ ლიგაში როცა ედერსონობდა არ გამომართლა უბრალოდ ტრაფორდს რომ ბოლო მომენტში დონარუმას ვარიანტი აღმოჩნდა სიტიში და დონარუმა დაიმატეს თორე შეიძლება ძირითადის მეკარეც ყოფილიყო შაშა მუჰარემოვიჩმა კაი შთაბეჭდება დატოვა რაც ნახეთ ზაფხულის განმავლობაში და სერიას ხალხი წამობს რომ ვარიანტია მშვენიერი ფორვარდი ცენტრალური მცველის პოზიციაზეო
ვილსონის ტრანსფერი ჩემთვის საეჭვოა, მაგრამ უფასოდ რა ხარ მოდის, ოკეი და ნიკო ელვეტი დაიმატეს, ასევე ძალიან გამოცდილი ცენტრალური მცველი, რომელიც წლებია ბუნდესლიგაშია, გალბახში კაცმა არიც რატო შემორჩა ამდენი ხანი იქ. პირო რო გაუშვეს და ეგეც ვესტჰემში გადავიდა, ვესტჰემი როგორ ვერ უნდა ამოვიდეს, ვერ ხვდები ჩემპიონშიპი. ეს ნახუმრობები ვესტჰემა იპოვნა რეცეპტი, რომელთაც უნდა ამოხვიდეთ ჩემპიონშიპიდან ეგრევეო და პირო და მანურ სოლომონი. ჩემპიონშიპის სასაული გუნდი. ფაკუნდო ბუანანოტეს შეიძლება არ ვაფასებდით, მაგრამ მგონია რომ მაინც ითამაშებს რაღაცას. ფაფხურა ფეხბურთელია ფაკუნდო ბუანანოტე. ბუანანოტე ლიდში ხო გადავიდა? არა, იჯარით იყო და გააბრუნეს, კარგად იყავიო. ეხლა იჯარით არ გადავიდა კიდე? არა, მოიცილეს, თავი რო გადავიდა, თავიდან რო გადავიდა ორ კვირაში, თქვა დანიელ ფარკემ, ეს ფეხბურთელი საკმარის დონეზე არ არისო, ვიმედოვნოთ რომ ბევრს ივარჯიშებს და თავს არ დაზოგავსო, იმიტომ რომ ასე შანსი არ აქვს. წეგანო ნახე. რატო შეხვდა სად მიბრუნდა? ბუანანოტე დარჩაო იჯარით? ისევ ბრაიტონშია? არ ვიცი, სად წავიდა. ბრაიტონში დაბრუნდებოდა, აბა სად წავიდა? არა, ვინმეს ანუ საკუთრება ისევ სადღაც გადავიდა მე მგონი. მე ლესტერიდან დავკარგე ბუანანოტეს ეს. არა, დაივიწყეთ. რადარზე აღარ ჩანაბუა. მე მგონია რომ რო არა ესეთი კლუბები რომლებიც ამოვიდნენ შედარებით სუსტები ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ლიცი შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი კანდიდატი ვინც გავარდებოდა პრემიერ ლიგაში. ხო, მე ყველაზე ახლოს ანუ მე 17 ადგილთან ახლოს იქნება ლიცი. მე მგონია. თავარი პრობლემა შარშან იყო მეკარე. ყველაზე მე პრობლემას უქმნიდა მეკარის პოზიცია ამ გუნდს. უბრალოდ აი ახალ ამოსულებში ამათზე სუსტი იპოვე გაბრუა, აბა. ვისზე? ახალ ამოსულების გარდა ლიცზე. ფულემი შეიძლება იყოს კანდიდატი, შეიძლება არ ვიცი, ბევრი შეიძლება ჩამოვარდოს. ფულემიც ხო, აი ფულემია ყველაზე ახლოს. ფულემია ყველაზე ახლოს. სანდერლენდი შეიძლება არ ვიცი წელს ამდენადვე იქნება. ესე მარტივად გაცვდებოდა ეს შემადგენლობა. არა, ხო ლიციაც ლიცი გონია ყველაზე ახლოს გავარდნასთან. გავარდნის თავარი კანდიდატები ტრიოში არიან, ვინც ამოვიდნენ ისინი და შარშან არ მქონია მე ეგ შტაბეჭდება. ოღონდ შარშან მეგონა რომ სანდერლენდს დარჩებოდა, ლიცის დარჩებოდა. და ახლა მაინც ეგეთ შეგრძნება მაქვს რომ ისევ ბრუნდებით იმ წინა მოცემულობაში სადაც აუთსაიდერებად უნდა მოვიაზროთ და მგონია რომ ორი მაინც უნდა გავარდეს იქიდან აუცილებლად. იმიტომ აშკარად ძალიან დიდი სხვაობა არის ამ გუნდებს შორის. აი, მაშინ გავუწევთ ლიდს, გადავიდეთ ლივერპულზე. აი, გუნდი რომელმაც აშინაო დავალება ორი შეასრულა ჯერჯერობით ამ ზაფხულს. ხო და სულ რომ ეს ვიდეო დაიდება, ანუ რა ვიცი, დღენახევარში გაოფიციალური იყოს ბარკოლა. ბარკოლა. უკვე გვიანი ხომ არ არის ბარკოლას შეთამაშების კუთხით, მაგრამ ეკი, თავს. ანუ ჯეფ ბეზოსმა რო იყიდა ლივერპულის წილი, მაგან იქონია გავლენა ლივერპულის დაპაუზებაზე. აბა მაშინ არა. ვერ ხვდები რა. ჯეფ ბეზოსმა და მაგ კონსორციუმმა, რომელსაც ედუარდო სავერინიც არის, სავერინი არის თავისუფლად Facebook-ის დამაარსებელი, თანადამფუძნებელი არის Facebook-ის, ცუკერბერგთან ერთად. აი social network-ში ენდრიუ გარფილდი ვის როლსაც თამაშობს. მაგის როლს ასრულებს? მოკლედ, ჟერემი ჟაკე ვიცოდით სამთარში ვერო გადადიოდა, რონალდ არაუხო არის იჯარა და არსაიდან გაისროლის ვიქტორ მუნიოს ტრანსფერი. ასევე არსაიდან თუ გაისროლეს სხვა ტრანსფერები, ეგ ვნახოთ, მაგრამ ან როგორც ჩანს ამ ეტაპზე გუნდი მე ცენტრალურ მცველს არ დაიმატებს. ჟაკემ პირველი 45 წუთი ითამაშა, მე მგონი ზამთრის მერე არ ქონა თამაში. ლივერპულში გადავიდა თუ არა, დაასრულა თუ არა, ტრანსფერი ეგრევე ტრავმა მიიღო და ეხლა ითამაშა პირველი მატჩი. კომოს წინააღმდეგ. დაცვისცენ ალბათ მეც აღარ ვის მოიყვანენ. ფლანგის შორის შეიძლება მარცხნიდან კერკეს ბექაპი საჭირო იყოს, იმიტომ რომ სიმიკასი არის ამ ეტაპზე მხოლოდ იქ. ცენტრალურ ნახევარდაცვის პოზიციაზე არ ვიცი, ახლა სობოსლაი მაკალისტერი, გრავენბერგი რჩებია მარტო, ხო? ნიონიც ასევე. კერტიშონსი გადავიდა. ორი 1 საათში, კი ბატონო. ხო და ახლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ლივერპულს რო შემოსავალი 0 აქვს ამ სატრანსფერო ფანჯერაზე, მაგის გამო დაპაუზებულია და ვერ იხდისო, მაგრამ ჯერ კიდევ წინა ზაფხულს რო დახარჯოს 500 მილიონი. ხო. მაშინაც კი ამბობდნენ, რომ ლივერპულს კიდე შეუძლია მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯერაზე აუცილებლად ბევრი დახარჯოს და ბევრში მხოლოდ 103 მილიონი რაც ამ წამისთვის არის დახარჯული არ ეგულისხმებოდა, ისე რომ FFP-ის სანქცია არ დაემუქროს. აშკარად არ ემუქრება, ხო? იმიტომ რომ ბრედლი ბარკოლაზე ამდენი ხანი რატომ გაიწელა საუბრები. ცოტა შეიძლება პარი სენ-ჟერმენს გაწელა, მაგრამ ეგ გაწელვა და თანხის აწევების თვალსაზრისით მოთხოვნა იყო ჩემი აზრით ძალიან კანონზომიერი. ესე პირდაპირ დაჯდა პარი სენ-ჟერმენი და თქვა, თუ ელიოტ ანდერსონი გიღირთ 140 მილიონი, თუ მორგან როჯერსიც დაახლოებით იმდენი 130 ელიოტი და 140 მორგან როჯერსი, მაშინ ბარკოლაც ამდენი იღირს, იმიტომ რომ CV რო ნახოთ ბარკოლასი ორგზით. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, გოლებიც აქვს გატანილი, ანუ საკმარისად კარგი ფეხბურთელი რომ ამდენი ღირდესო და აშკარად არ აკლეს პარი სენ-ჟერმენი 140 მილიონს და
სულ გადავიდეს 2-3 დღეში. ამ კვირის ბოლოს რო გადავიდეს. შეთამაშების პრობლემა არ არის ძალიან დიდი ბარკოლა ლივერპულში. უეჭველად გადავა, იმიტომ 6 სოლიდური ვარიანტი ხო შემტევის უკვე პეშეს მე მგონია იბრაჰიმ ბაიეც წავავან ბაიე ბუნდესლიგაში წავა თუ ლივერპულში ეგ არ გასარკვევენ. შეიძლება ორი ტრანსფერი გააკეთონ პეშა და ეგ იყოს ბაიე და ბარკოლა, მაგრამ მე ყავთ რიონ გუმბოა და ყავთ ვიქტორ მუნიოსი, გაიდიან მაშინ გაგპოს ტოტენჰემში და ეგ იქნება შეტევას ასე დააკომპლექტებენ, მაგრამ რა ვიცი, დაგვიანების მხრივ გეთანხმები მეც ამ ძალიან დაგვიანა ლივერპულმა ტრანსფერები. ყველაფერს გვაქვს თავისი მიზეზი. აი ამის მიზეზს მე ვერც წავიკითხე, რატო აგვიანებენ. და ვერც ისო ხვდები, ანუ ზოგადად არა, სიძვირე მარტივად უბრალოდ უკეთესი პირობების შემოთავაზება და წამოღება. მარტივად ეგ არის ალბათ მიზეზი. ალბათ 5 მილიონი შეიძლება. ლივერპული ხო ეგეთი ორგანიზაციაა თან. ირაულ ამბობს რომ 9 საათისთვის ვართ მზად ჯერჯერობით სათამაშო და ეგაა სიგიჟე კი. და ირაულა კაი მწვრთნელია, დაამტკიცა თავის შესაძლებლობები, ვიცით როგორც თამაშობს, ლივერპულის სტილს უნდა მოუხდეს, ზოგად სტილს, მაგრამ არ ვიცით რამდენად აქვს ირაულა შესაბამისი იარაღი იმისთვის, იარაღები იმისთვის, რომ ლივერპულმა შეუტიოს საჩემპიონოს და ასევე საჩემპიონთა ლიგო ზონას. ეკიტიკი არ იქნება ახალ წლამდე. ანუ ვერც 27-მდე ეკიტიკეს უნდა დავამშვიდობოთ. მე ეგეც შეგრძნება, რომ ეს სეზონი ის ტოპ 6, ტოპ 6-ად ბრუნდება. და ტოტენჰემზე ვარ მიგულები. ხო, რაც ეგეც შეგრძნება. ამობობხდებიან. ასტონ ვილა და ნიუკასლი გაუარესდნენ. ხო, მოკლედ ლივერპული აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს. მაგრამ ანალოგიურად აჩენდა ზუკა, შენ მითხარი ჩაწერამდე, რომ გაიხსენე შენი თავი, კლოპი რო წასულიყო და სლოტი დანიშნული ლივერპულზე რა გეგონაო და ანუ ზუსტად ანუ საუკეთესო პასუხია რა. მარტო კიეზე იყიდეს და ჩემპიონები გახდნენ იმ სეზონში. კაი, მანჩესტერ სიტი. აი აქ უკვე ეპოქა დასრულდა და ახალი ეპოქა დაიწყო მწარე მარცხით. ამაზეც იგივე პასუხია, ხო იცი? ჯდება არნე სლოტის მოსვლა. იმიტომ რომ წავიდა იურგენ კლოპი ეპოქის შემდგომ მოვიდა ინცო მარესკა, მოვიდა არნე სლოტი და გახდა ჩემპიონი და აქ პეპ გვარდიოლას ეპოქა დასრულდა, მოვიდა ინცო მარესკა და კითხვის ნიშანია. შეიძლება ისიც მოხდეს, შეიძლება ესეც მოხდეს, მაგრამ ისე ითამაშა პირველი შეხვედრა მანჩესტერ სიტიმ, რომ უფრო ნაკლებად გონია და გჯერა ალბათ ეგ ყველაფერი რომ ეგრე გამოვიდეს, მაგრამ თავის მხრივ ინცო მარესკა მე მგონი ასევე ძალიან კარგი მწვრთნელი და სწორი კადრიც მგონია რომ მანჩესტერ სიტიში მივიდა პეპ გვარდიოლას შემდგომ. თუ ვინმეს შეუძლია რომ ეს გზა მეტნაკლები ჩავარდნებით გააგრძელოს და ის შიმშილი მთავარი რაც მანჩესტერ სიტის გამოარჩევდა ასე ძლიერად სხვა კლუბებისგან დაუტოვოს მანჩესტერ სიტის ზუსტად ენცო მარესკა. და თან ვარდნა არის აი როგორიც ფერგის წასვლის მერე იქნებოდა, ვინც არ უნდა მოსულიყო, არ ვიცი, ვინ უნდა მოსულიყო, ჟოზე? ჟოზე, ხო. ხო, შედარებით ჟოზე უნდა მოსულიყო. ხო, მაგას კი ამბობს, შედარებით ნაკლებად მძიმე ვარდნა ყოფილიყო, აი ახლაც ეგეთი ვარდნაა რა. ახლა კაი ჟოზე. არა, ჟოზე მაშინ უნდა მოსულიყო აუცილებლად 2013-ში კი. ჩელსი სიტიში არის ესეთი სიტუაცია. სატრანსფერო საქმიანობა მოიტოვეს ბოლოსკენ. მინიმუმ 2-3 ტრანსფერი კიდევ მოხდება გუნდში. ახლა ამ მომენტში დღეს იწერება რომ ნიკო გონსალესი შეიძლება გადავიდეს ნიუკასლშიო. როდრი წავიდა, რეინდერსი წავიდა, გადავიდა საუდის არაბეთში. ამ ეტაპზე ყავთ 2-2 ნომინალური ცენტრალური ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი, მატეო კოვაჩიჩი. არიან იქ ასევე ისეთი ხალხი როგორც არიან რიკო ლუისი, მატეუშ ნუნეში, ნიკო ორაილი, ამ ხალხს შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ ამდენად უნდა ეს მარესკას. და იწერება აქტიურად ორ ფეხბურთელზე, აიუ ბუადიზე, რომელიც შეთანხმებული გვეგონა ამდენი ხნის განმავლობაში და მაინც ატომაც არ ხდება ეს ტრანსფერი. ასევე მეორე კაცი ენცო ფერნანდესი, რომელიც იგივე სიტუაციაა. ჯამში არის 240 მილიონის 240 მილიონია სადღაც და პლუს დაამატე ამას ვინგერი, რომელიც უნდა დაიმატოს გუნდმა აუცილებლად, იმიტომ რომ საუნიო როგორც ჩანს მიდის ტოტენჰემში, ჩავთვალოთ, ანუ უფრო მეტი შანსია რომ წავიდეს ვიდრე არა. და მარმუში რჩება გაბრო. მარმუში როგორც ჩანს რჩება, ვერავინ ყიდულობს მარმუშს. მარმუში აი ყველაზე ანუ რა ვიცი, ცოტა უცნაურ მართლები იყვნენ მგონი ვოლფსბურგში, ვოლფსბურგიდან გაუშვეს ხო თავისუფალ აგენტად. თავისუფალი აგენტი არ იყო. ვოლფსბურგიდან გაუშვეს. არა, ვოლფსბურგიდან გაუშვეს თავისუფალ აგენტად აინტრახტში. ეგ არ ვიცი. აინტრახტში, აგენტთან კიდე 75-ად გაიყიდა და ებატო. ვოლფსბურგი მართალი არ იყო, მართალი იყო აინტრახტი მაშინ, მათ იმიტომ რომ ანუ რას ვამბობ? აინტრახტმა. აქედანაც ეგეთი პირი უჩვენს თავისუფალ აგენტად წავალ. ახლა რომ რატო ნუ ეგრე კი, მაგრამ რას ვამბობ? აქედანაც თავისუფალ აგენტად წარმომდგენია რომ წავალ, იმიტომ რომ ეგეთი რა ვიცი, ფლოპი ამ მომენტისთვის არავინ აღარ არის. ხო, ისაკზე არ მომენტო ისაკ ტრაუმა ქონდა. სიტის ყავს, აი სიტის თავარი შეკითხვა არის ისე და ისე მწვრთნელთან მიმართებაში.
დაიქცევა ეს მაკედონელის იმპერია თუ როდრი და ბერნარდო სილვა იმ ხელა ღრიჭო აღარ ქვია რა. სტოუნსიც, მაგრამ აი როდრი და ბერნარდო სილვა იმ ხელა ხურელი, აი შავი ხურელია მანჩესტერ სიტიში, რომელიც უნდა ამოავსონ და არ მჯერა რომ ესე სწრაფად ამოავსებენ. ხო და ენსოში ჩემი სერიოზული თანხას უნდა გაიქნიოს რომ რამე მანჩესტერ სიტი. აი სიტიზე ძალიან მიჭერს ახლა ლაპარაკი რა, ანუ ალბათ მოუწევთ ორ ბუადის და ენსოს ალბათ მაინც აიყვანენ, ეგეც წინათ გზნობა. ენსოთი მოიხსნება ალბათ უკვე რეკორდი პრემიერ ლიგის, იმიტომ რომ 120-ად აღარ გაგატანთო ჩელსიმ 120 მილიონი გირვანკა სტერლინგა და ალბათ 125-ია ხო შემდეგი გაჩერება და უკვე რეკორდი იქნება პრემიერ ლიგის. 140 და 150-ზე შეიძლება ავიდეს. თუ ისაკას აქვს რეკორდი. ისაკია. ისაკი რამდენი გირვანკა სტერლინგი? არ მაქვს, მაგრამ ვერ გაასწრებს მე მგონი ისაკს ეგ მარტივად. მეცადე ჯერემი მონგა დაიმატეს ლესტერ სიტიდან. პერსპექტიული. ტექნიკური ბიჭია. დაცვის ცენტრში ყავთ აი აურაცხელი ვარიანტები. შეიძლება სხვა შორის ვიტორ რეისი იყო განათხრობილი ჟირონაში და იქ ფურორი მოახდინა. ძალიან მაგარი ნახევარი სეზონი გამოუვიდა იქ და აქაც ეიმედებათ, მაგიტო დაიტოვეს. ხუსანოვია 125-ია ისაკი გაბრო. ხო. და 125 და 1 და რეკორდი იქნებოდა. გირვანკა სტერლინგებში 125-ია ისაკი. ხო, მოკლედ, ეს სიტუაცია სიტის ირგვლივ ძალიან ძნელია რომ ახ სიტის დეტალებში ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სატრანსფერო საქმე ალბათ შორსაა დამთავრებულისგან ჯერ არა ამორჩენილი და არ ვიცი. ანუ ამ ტიპზე რა მეცით მატის დეტურბეტა. დეტურბე ფრანკი. იყიდეს ტურვადან განათხოვეს მონაკოში. ეგ ვიცი. ხო არის სიტის გუნდი. ხო და აი 25 მილიონი აი მონაკოში მიხვდები რამდენად ღირს 25 მილიონი მატის დეტურბე. ლიგა 2-ის ფეხბურთელში. მაგიტო. ნუ ტრუ ამათი არის. კი ვიცი ამათი უბრალოდ აი მაგ. სავინიოს სპორტი. შესაძლოა გვატყვევენ და უბრალოდ 25 მილიონი მოსაჩვენებლად დაადე. მოკლედ სიტიზე ეგ შეგვიძლია ვთქვა რომ მე მგონია და მე მგონი თანხმდებით სამივე რომ წვნელი სწორია არ შეუძლია თუ ვინმე უნდა მისულიყო პეპის მერე. შენ ეგეც არის. კითხვის ნიშნები გაქვს მაგასთან დაკავშირებით. ინცო მარესკამ რაც აჩვენა წინდა ლესტერში და ჩელსიში მგონია რომ ხო ინცო ამ კუთხით სწორი კაცია, მაგრამ აი რამდენად გაამართლებს ეგ მეორე საკითხია. ეგრე გვეგონა ლივერპულზეც ხო არნეს სლოტმა რომ გაამართლაო, მაგრამ თურმე გამოდგა რომ ბოლოს ვეღარ გაამართლა ხო და ძალიან რთული ეპოქები როცა მთავრდება ფეხბურთის კანონზომიერება ეგეთი რომ შეუძლებელია ეგრევე ახალი ეპოქა დაიწყოს. გამონაკლისი გქონია რამე? კი, ლივერპული. ხო. მაგრამ შენკლი და შენ პეისლი და შენკლი. ეგრე კაი. მაშინ ახალ პერიოდში არაფერი მახსენდება ისე. გადავიდეთ მანიუ. იმიტომ სლოტს არ უთვლი რა. არ უთვლი, არცაა ჩასატვირთული. მე ეგრევე როგორ უნდა ჩათვალო რომ გათავისუფლებენ 2 წელში. გადავიდეთ მანჩესტერ იუნაიტედზე. სადაც კარლოს ბალებამ მივა ალბათ 2 დღეში და დაემატება ტრანსფერებს ანდრეი სანტოსი, იური ტილემანსი ამ მომენტისთვის ეს ხალხია მისული. მანჩესტერმა ცენტრალური ნახევარდაცვა დააკომპლექტა. მანჩესტერს არ გაუმართლა რომ უგარდენ ტრავმა მიიღო, თორე უგარდეს გაიდნენ. ამ ეტაპზე ყავთ 4 ნორმალური ვარიანტი ცენტრალური ნახევარდაცვის ზონაში. რამდენი ჯანმრთელი იქნება ბალება ეგაა კითხვის ნიშანი. ბრუნო ფერნანდესზე ამ მომენტისთვის პატარა კითხვის ნიშანი არის გაჩენილი, მაინც დარჩება თუ არა. და რო ახანგძლივებს? არ ახანგძლივებს. ეხლა ბოლო რეკორდი არის რომ არ ახანგძლივებს. ტრაპოსი არ მოეწონა? არ ვიცი რა არ მოეწონა, მაგრამ ბოლო შეთავაზება დაბლოკა. და ბრუნო ფერნანდესზე ამიტომ არსებობს კითხვის ნიშნები. დაიმატებენ თუ არა მარცხენა მცველს ეგ არის ასევე ერთი კითხვის ნიშანი, მეორე კითხვის ნიშანი არის ზირგზე წავა და ვინმე მოვა თუ დორგუ არ გონიათ რომ მარცხენა მცველ უნდა დადგეს? ეს სეზონზე სულ მარჯვენა ვინგერად ათამაშა და ხო და აი უბრალოდ შორო ყავს მარცხენა მცველად, ანუ ჩემი აზრით ამდენი წელი ანუ ამ მარჯვენა ვინგერზე მოც ვარიანტია, ამადიოლოც ვარიანტია, რაღა სჭირდება. შილეისიც მარჯვენა ვინგერი არის, რომელიც პერსპექტივულ ახალგაზრდას ითვლებს. რაღაც კაი პრესა ქონდა ზაფხულში, თელი ზაფხულის განმავლობაში და არ ვიცი, მანჩესტერ იუნაიტედს დაიტესტება, მაიკლ კერიკი დაიტესტება, იმიტომ რომ 2 ტურნირზე, 4 ტურნირზე თამაში უკვე სხვა სპორტია. არ არის ეს ის სურათი, სადაც მიდიხარ კვირაში ერთ თამაშს თამაშობ, როგორც კერიკს მოუწია, იმიტომ რომ თასებიდან გუნდი გამოვარდნილი იყო უკვე კერიკი რო დაინიშნა. ხო ეგრე იყო. ეფეიდანაც ხო გამოვარდნილი იყო. კი, პირველივე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგა აქვს მანჩესტერ იუნაიტედს სათამაშო პლუს პრემიერ ლიგა შეიძლება თასების შობდეს რომ თავიდანვე გაწირონ, მაგრამ ვეინ რუნი ამბობს რომ მნიშვნელოვანია რომ შიდა ტიტული მოვიგოთ ამ სეზონშიო, თასი რაღაც უმინდაო. მეკარეთ მიიყვანს უბრალოდ გამოცდილი დარლოუ შემცვლელად, ამ ეტაპზე მეცზე არის წერება, ბაინდირი გაუშვეს, დარლოუ უნდა იყოს როგორც ჩანს ლამენსის შემცველი, ლამენსი ტრავმას თუ იღებს არ ვიცი მე რა შვება მანჩესტერ იუნაიტედი.
ცენტრალური მცველის პოზიციაზე Manchester United-ს აქვს თან პრობლემა თან არა, რატო იცი, იოროს და ჰევენს უქმნიან პლატფორმს იმის რომ განვითარდნენ და მაგით არ ყიდულობენ სხვა ფეხბურთელებს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ახლა. და არის შემორჩენილი ეს ვითარება, სადაც არიან მაგუაიერი, დელიხტი და მარტინეს. სამი საკმაოდ ტრამვიანი, მათ შორის ყველაზე ნაკლებ ტრამვიანი არის მაგუაიერი. დასვენებული როა ერთს მაგას ვთვლი პოზიტიურად მაგუაიერს რა. კი. არ ვიცი, აი Manchester United და არგენტინელებზე კი ყველა უმეტესობაზე ეგ წარმოუდგენა მაქვს, რომ ნაკრებში თამაშობენ იმის ნახევრები არიან კლუბში. მაინტომაც ხდება დიდი არგენტინული წმენდა. ხო და აი ლისანდრო მარტინესი ხო ის რო იყოს რაც ნაკრებშია. აუ ის წარმატებებს უსურვებ. კარგი იქნებოდა კარგი კარგი იქნებოდა. უბრალოდ ცოს ჩამოდიან იორო ჰევენზე, რომ აი მომავალში იორო და ჰევენი უნდა იყვნენ აი რაღაც ისეთ ფეხბურთელები, რომლებიც Manchester United-ს მიიყვანენ ახთმულ მიწაზე. ამ ეტაპზე ეგ არ ჩანს უბრალოდ. რაშფორდის მეორე შანსზე რა სიტყვით, ანუ ეკუთვნის? ეკუთვნის მეტად ვერ გაიდეს უბრალოდ და ეგ არის. რეალობა ეგაა მართლა. რეალობა ეგაა, რომ რაშფორდს არ უნდა, აი რაფა ლეაუს სიტუაცია. რაშფორდს არ უნდა რომ გადავიდეს საუდიში და გადავიდეს თურქეთში. ბასტერი რო იყოს ლეო რაშფორდი? სიამოვნებით ათახტობა და ორივე იცი რატო? ლეო Manchester-ის გულშემატკივარია ბავშვობიდან. ხო და რაშფორდი მილანის. რაშფორდი არ არის მილანის ერთი ეგაა. ქალაქი მოეწონება. ქალაქი მოეწონება კი. რაშფორდს მოეწონება ქალაქი, მაგრამ აი ხო და არ ვიცი, აი Manchester United-ისგან რა სულდო არ ვიცი. შეიძლება იყოს ნახევარდაცვა ყავთ ისე დაკომპლექტებული და კობი მეინუ კიდე რა კობი მეინუ არის ასევე ძალიან მშიერი რა იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატზე მე ძალიან მჯერა რომ ნიკი ბატის ნათქვამს გაყვა და ნიკი ბატმა თქვა რომ მის ადგილას ტრავმას მომიმიზებდი და მესამე ადგილის შეხვედრაში არ ვითამაშებდიო და მესამე ადგილის შეხვედრაში განაცხადს მიიღო მარტო ეგ იყო ვითომ ტრავმა ჰქონდა და მგონია რომ სპეციალურად ნერვები მოეშალა არც არ მათამაშე და მესამე ადგილის შეხვედრაში აღარ მინდა თამაშიო და დასამტკიცებელი მოკლედ ბევრი აქვს და Manchester United-ს ბალებას ტრანსფერი სანამ გაოფიციალურდებოდა და დაიწყებოდა ამაზე მუშაობა მქონდა ეგ წარმოდგენა რომ აი დაგეშილი პიტბული ნახევარმცველი არავინ არ ყავს ეს ტილემანსიც ანდრეი სანტოსიც კობი მეინუც აი უფრო არიან ბურთთან კარგად რო თამაშობენ და ართმევაზე რომ ეგეთი მაგრები არ არიან ეგეთი ფეხბურთელები რა ხო და აი ბალება ზუსტადაც რომ ეგეთია რომ აი უგარტეს რაც თავის დროზე სპორტინგში გამოარჩევდა და რის გამოც პარი სენ-ჟერმენმა იყიდა აი ეგ თვისება არავის არ ქონდა მანჩესტერში ნახევარდაცვა შეამოწესთვის და შეიძლება იყოს კალოს ბალება. ამ ეტაპზე ჩემს შეკვეთა ის მოცემულ მე მაინც ვგონია რომ პრემიერ ლიგას ისევ 5 ადგილი ექნება ჩემპიონთა ლიგაზე. მე სულ ეგრევე ვფიქრობ. თუ მე-6-ს არ დაიმატეს ევროპა ლიგიდან რომელიმე თუ არ მოიგო და ეშელონ, აი ზედა ეშელონი ჩემს ამ ტოპ 6-ი ამ მომენტისთვის და ისევ და ისევ ტრანსფერების გათვალისწინებით რომლებიც გონია პროექციაში რომ მოხდება, ანუ ენცო ბუადი და ერთი ვინგერი სიტიში, არსენალმა შეიძლება კიდე ერთი ვინგერი მიიყვანოს ჩელსიც რაც გაგებს გონია რომ არსენალი სიტი ჩელსი შედარებით ზემოთ არიან, მანჩესტერი, ლივერპული, ტოტენჰემი არიან ქვედა სამეულში. აი რაღაც ეგეთ წარმოდგენა მაქვს ამ მომენტის. ლოგიკურია, კი. Manchester-ის ნახევარდაცვას მე სიმაღლეს დაუმატებდი, მეგობრებო. დაბლები არის. აი ბალება რამდენია სიმაღლეში? 78. მართლა? აუ, ყველა უკვე ის მეგონა. პრემიერ ლიგისთვის ეგ ცოტა უცნაურია. პრემიერ ლიგისთვის კიდე რა იცით ხალხო უცნაური. იური ტილემანსმა რა თქვა რიო ფერდინანდთან. არ დავრბიო ფიზიკურ ვარჯიშებს არ ვაკეთებთ 95% ჩვენი პრესეზონის და ვარჯიშები არის ბურთთან ერთად. იმიტომ რომ საფრანგეთის ჩემპიონატზე ისე დავიღალეთ რომ ფიზიკურად აღარ ვავარჯიშებენ. ხო და ეგ პატერნი ოღონდ უკვე რამდენიმე გუნდში არის, იცი? ანუ აი რეალშიც ეგრე იყო, ბარსელონაშიც ეგრე იყო საფხულში. ფიზ მომზადებას ნაკლები დრო დაუთმეს, იმიტომ რომ უბრალოდ გამწყდრები არიან ფეხბურთელები და უბრალოდ საქმე გვაქვს პრემიერ ლიგასთან. ხო, არ ვიცი რამდენად არ ვიცი მაგალითები ვინ რაქნა გესმის, ავი. ვერ გეტყვა შეიძლება სიტიშიც ეგრე არის, ჩელსიც ეგრე არის და მივხვდეთ რომ ეგ არის სწორი გზა, არ ვიცი. მაგრამ აი არ ვიცი Manchester-ი ჩემს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ Manchester შეიძლება სიურპრიზად წარმოვიდგინო ორივე მიმართულებით, შეიძლება სატიტულო ბრძოლაში ჩაებას ეს გუნდი, შეიძლება ისევ ათეულს მიღმა დაიშვენ, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში შორის ყველაფერი წარმომიდგენია Manchester United-ისგან რა. კი, სანამ შემოვიდოდით ეთერში, ეგეთ რაღაცა ვთქვი, რომ მეორედან მე-17 ადგილები ჩათვლით, ყველგან შეიძლება Manchester-ი გავიდეს მეთქი. აი ეგეთი პროგნოზია Manchester-ზე. ყველაფერი შეიძლება ვნახოთ. თავის ხოლმე კერიკსაც ხო ამდენი აქვს უკვე კიდე დასამტკიცებელი მოკლედ. თან ეს ედიჰავი. ნიკი ბატუასენი და რუნი და ნიუკასლიდან გაშვებული კაცი. სანამ კერიკი მოიგებდა მნიშვნელოვან თამაშებს და ამდენ თამაშს სასურველ მწვრთნელებში, ეს Manchester-ის ლეგენდებმა
მარტო ედი ჰაუ აიჩიეს. ხო? აი რო ეკითხებოდა ჟურნალისტი რო ეკითხებოდა ედი ჰაუ იყო ერთადერთი რომ ოკეი ედი ჰაუ გვინდაო. ეს ედი ჰაუ რო თავისუფალია. მაგიტო კერიგზე დამატებითი წნეხია კი აქვს კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმებული, მაგრამ მაინც ფიქრობ რა მაგაზე რომ თუ გამათავისუფლებენ ვარიანტი არსებობს ბაზარზე. გადავიდეთ ნიუკასლზე. გადავიდეთ ნიუკასლზე, სადაც მივიდა მატიას იაისლე. საერთოდ სხვა გუნდი ყავს ნიუკასლი? და ნიუკასლი უკვე ქალაქი ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს გაფრო. ქალაქი? ქალაქი ნიუკასლი. ანუ ესე რომ გარბიან ეს ფეხბურთელები. მეთქი რა. მართლა რა ხდება ეს? ფეროშენდობი ქარხანა აქვს შუაში ჩადგმული თუ ევრად სული საცხოვრებელი პირობებია ქალაქ ნიუკასლში ვიდრე დანარჩენში, რაც იცი, სანტელენჯერო კონკურენტი იყოს. ნიუკასლის პრობლემა ის არის, რომ არის ჩრდილოეთში და შედარებით მეტად ცივა. არ არის ხო ისე ესე უბრალოდ რომ აი ქეძბაიასაც აქვს ნათქვამი და ზურახიზანიშვილსაც ორივეს აქვს ნათქვამი, მე მაქვს მოსვენილი რომ ძალიან ძიმეთ საცხოვრებელი ადგილი და ქალაქია. ოღონდ თუ შეგიყვარეს, როგორ აი სიმღერა რაღაცა. ხო, ნიუკასლი უნდა მიაწვეს უფრო ნორდიკ ფეხბურთელებს ჩემი აზრით. ჩრდილოელებს. ნორვეგიელებს და შვედეთს. ნორვეგია, დანია, შვედეთი, ისლანდია, ასე შემდეგ. ანუ ფრენჩაიზი უნდა იყიდოს NBA-ში როგორცა, სიეტლი უნდა გადავიდეს ოკლაჰომაში და ნიუკასლში ჩავით ახლა ნიუკასლმა გაიყიდა გიმარაესი, გაიყიდა ტონალი, ლუის ჰოლიც შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს, აქა-იქ ამერიც იწერება ჭორები. გორდონი, რომელიც დამოუწდა იმდენი ხნის წინ გადავიდა საერთოდ, კირან ტრიპიერიც კი წავიდა უფასოდ. ხო და აი ამ ვითარებაში ნიუკასლი ადგა და დაიწყო ჩელსის დაკომპლექტება. იყიდეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, შედარებით ძვირი თანხებიც გადაიხადა ეს ამაზე, რამდენი რეკლამა ხდება ამ ტრანსფერმა, იცი გულიანერეო. ბაზუმანა ტურე, ამარ დედიჩი, ჰორნიჩეკი. დედიჩი. ალაჯი ბამბა. მისთვის თამაში ძალიან გაისანახავია დედიჩის ფეხბურთ მარსელში. მარსელში ხო იცი ეგეთ ბევრი არის, ბრო. კი, ამინ არის. მოწამულია ჰაერი იქ უბრალოდ. ჩონს ტეული. იდეა ერთ პერსპექტივაში. ევენია კარგი მეკარე სხვა შორის. რაც მინახავს. რომელიც იქნება სადარიგო მეკარე ალბათ. კი, მართლა ძალიან კარგი მეკარეა სხვათა შორის. წინა სეზონში მახსოვს ჟაუენი ეგრე იკითხება გვარად. არ ვიცი. თუ სახელს ეძახდით თელი წელი. წინა სეზონში მოკლედ რომ ეს არის ისეთიო რომ საფრანგეთის ნაკრებში მესამე მეკარე ეს უნდა იყოს. სახანი რეალზე იწერებოდა. ევენთან დაკავშირებით? ხო. და აშკარად რაღაცაშია საქმე. კარგი ბიჭი. იაისლემ რა უნდა გააკეთოს, რომ არ გააგდონ თუ თავის ადგილი შეინარჩუნოს და მე რა უნდა ქნას ვერ ხვდები ამას. აი ეს გამოჩნდება რამდენად გაიმწუხნელია. იაისლე არის ჩემი აზრით ნაგელსმან ჯუნიორი. აი მე-13 ადგილზე რო ყავდეს მთელი სეზონი ნიუკასლი, როგორი შედეგი იქნება თქვენი ეს რას ფიქრობთ? ამ შემადგენლობით უკვე ნორმალური რა. მეც ეგრე მგონია რომ ნიკო გონსალესი მეტად მეტი ესე ჭორი არავის არავის ახლა ნახევარდაცვაში ყავთ ალჰაჯი ბამბა, ნიკო გონსალესი, ლუის მაილი, შონ სტეური და ჟოელინტონი რეიმზი იმიდან ვილოკიდან 1 ან 2. ხო და უკვე გამოიკვეთა კონტურები რომ იმ კაცს სახელი არ მახსოვს ამათ კლუბელი ვინც არის. რამდენი ფულიც არ უნდა ქონდეს და რამდენი სანამ გადაიხადოს და FFP-საც აუაროს გვერდი ვერ ხდება ეს ნიუკასლი გრანდი. ვეღარ გახდები, ჩაიკეტა იქ ფანჯარა. ესე გრანდი ვეღარ გახდები, უნდა იყიდო ახალგაზრდა ფეხბურთელები და ეგრე დაიწყო გუნდის აშენება და სხვა გზა არ არის. სხვა გზა აღარ არის აღარ დარჩა, ხო. ბოლო სკარი ჩაიკეტა, რა ვიცი, სიტი რომ მოვიდა მაგის მე, უკვე დაიწყო ამ კარმა ჩაკეტა. არა, უბრალოდ ეხლა რომ შეხედ რომელ გუნდებში თამაშობენ. გორდონი ბარსაშია, გიმარაესი არსენალში, ისაკი ლივერპულში. ანუ მაგარი გუნდი იყო რაღაცა. ტონალი ტოტენჰემში დიდი ტრანსფერია მორჩა გაქრა. ტონალის და გიმარაესის გარეშე ნიუკასლი წარმოუდგენელი საერთოდ უბრალოდ იმდენად ცუდი იყო ნიუკასლი, იმდენად ცუდი შედეგი. გამოიფიტა რა, არ შეუძლია თამდენ. და აი ამ ყველაფრის გამო მიიღეს ეს შედეგი, რომ დაიშალა გუნდი უბრალოდ ვერ მოხვდა და დაიღალნენ ეს ფეხბურთელები. ამ ფეხბურთელებს იმედი ქონდათ, რომ 2-3 წელში გუნდი ჩემპიონობის ციბრძოლებდა, რომ მიხვდნენ რომ ვეღარ იბრძოლა ნიუკასლის ჩემპიონობის, აბა კარგად იყავი წავედითო. და მაგიტომ მოხდა ეს ყველაფერი და ამ ნიუკასლს მე მიხვდა გადაიწყო რომ ეს ფეხბურთელები ვიყიდოთ მე ისევ გაგუძარცვონ და ყოველ 2 წელში ახალი გუნდი ავაწყოთ და მოდი დავიწყოთ თავიდან მოვიყვანოთ ახალგაზრდა მწვრთნელი და ვცადოთ რომ სხვანაირი ფორმატის გუნდი ავაშენოთ. მანამდე თუ რაღაცა ბრიტანული ტიპის ყაიდი სადაც ფეხბურთელებს ბევრს ყიდულობდნენ და ასე შემდეგ, ეხლა საერთოდ სხვა გზა არჩიეს და ეძებენ ტალანტებს და ამ ტალანტების ცდილობენ რომ ახალი გუნდი დააკომპლექტონ. ეს იაისლეც თავის დროზე ძალიან გაპიარდა, იმიტომ რომ სხვა მწვრთნელები ახალგაზრდები უფრო პატარა გუნდის ზედა დივიზიონში აყვანით, ან უბრალოდ მოძლიერებით თუ გამოჩებენ, ამან ტიტულები მოიგო ზალცბურგში და მახსოვს ან გაცილებით ესეთ მნიშვნელოვან გუნდებში ელოდნენ
არსენალშიც კი მახსოვს რომ იწერებოდა, იმიტომ რომ მიკელ არტეტას FA Cup-ის გარდა არაფერი არ ჰქონდა მოგებული და ელოდნენ რომ შეიძლებოდა წასულიყო, იმიტომ რომ ვერ იგებდა უბრალოდ არტეტა ვერაფერს და იქნებეს კაცი გამოგვადგესო და უცებ დაკრაფეხი და ალახლში წავიდა მეტ ხელფასზე და მე ახლა გავიცნობ მატიას იაისლეს გარდა იმისა რომ 4-2-3-1 თამაშობს და 37 წლისა 38 წლისა ზალცბურგის ბევრი თამაში ნამდვილად არ მქონდა მაშინ ანახი. ჩემპიონთა ლიგაზე რო კარგად გამოვიდა ზალცბურგი, ეგ იყო ჩემთვის ინდიკატორი რომ ახლაც ნიჭიერი მწვრთნელი იყო, მაგრამ ალაჰლიში და საუდიში ამდენი ხანი რო ხარ, ჩემი აზრით, არა მარტო ფიზიკურად შეიძლება მოგაკლდეს რაღაც უნარები, არამედ გონებრივადაც შეიძლება ცოტა ვეღარ განვითარდე და დაქვეითდე. გადავიდეთ მაშინ Nottingham Forest-ზე. სადაც ოლივერ გლასნერი მივიდა, იმიტომ რომ გრანდებიდან არავინ არ დაუძახა და გრანდებიდან არავინ არ დაუძახა და Nottingham-ს აქვს ის ფინანსური მოცემულობა და შემადგენლობის სიღრმის მხრივ Nottingham-ს აქვს შანსი, რომ გაადგას ეს ნაბიჯი წინ, იმიტომ რომ Nottingham-ი არის დაკომპლექტებული გუნდი. ყველა პოზიციაზე არის შესაბამისი ვარიანტები. წინა წელს აბსურდი იყო Nottingham-ის თავს რაც მოხდა. ამ სამში მე მგონი გლასნერი შეუდგება საქმეს და გამოასწორებს ამ ყოველივეს. Nottingham-ი ევროტურნირებს მიღმა არის, იმიტომ რომ Aston Villa-სთან გამოეთიშნენ ევროპა ლიგის ნახევარფინალიდან ასპარეზობას ვერ მოიგეს ის ტურნირი და ავიცი. ელიოტ ანდერსონით იშოვეს ისაც, როდის იშოვიან, გიბსოეს თუ გაყიდიან სადმე და თელამის ყველაფერი დახარჯეს მანამდე, რაც დახარჯეს მანამდე ელიოტით ამოაგდეს. ამოაგდეს და 80 მილიონიან პლუსში არიან, სადაც ამ სატრანსფერო ფუნქციას. ეხლა ხო ეგრე? კი ბატონო. ხო და რეალურად რას ველოდოთ Nottingham-ისგან? ისეთი კაცია მიყვალინი ოლივერ გლასნერი. აქ ან ყისიერად იდება შედეგი, ან არ ვიცით. იმიტომ რომ ოლივერ გლასნერი სადაც მიცულა აქამდე ყოველთვის ეგ იყო, რომ ეგრევე იდებოდა შედეგი, ეგრევე იდებოდა ტიტული და ისე ყოფილიყოს, რომ აი ტიტულის გარეშე ჩამთავრებინო სეზონი და რაღაცა შენებისთვის დრო სჭირდება ოლი გლასნერს, ეგეთი ტიპაჟი ეს კაცი არა. და მარინაკისისთვის რომ რამე იდეალური კაცია ოლივერ გლასნერი. სუსტად ეგ ჭირდება ამ კაცს მთელი ცხოვრება, რომ მოვიდეს ისეთი მწვრთნელი, ეგრევე რომ შედეგს დაგანახებს და აღარ მოინდომოს და აღარ იხვეწოს, რომ გააგდოს ეს მწვრთნელები პრობლემები ჰქონდეს სპორტულ დირექტორთან და მე ახალ მწვრთნელებს ეძებდეს და ჩემი აზრით იდეალური კანდიდატია ოლივერ გლასნერი. სწრაფად დებს შედეგს და მარინაკისის ამ ხასიათს უნდა უყოს ალყო თუ სწრაფად დადო შედეგი. ვერ დადო და მოხდება იგივე. გაუშვებს ძალიან მარტივად. შემადგენლობას რო ჩახელოთ, ერთადერთი პოზიცია აქვთ ესე გასაძლიერებელი ცენტრალური ნახევარმცველი. კი. სადაც ელიოტ ანდერსონის დატოვებული სივრცე არის ამოსავსები, სანგარეს ვიღაც უნდა შეუწყვილონ. წინ უამრავი ვარიანტი ხავთ. 3-4-2-1 ან 3-4-3 როგორც გენებოთ მაგ ტაქტიკაში ითამაშებს. ვინგბექები ყავს. ცენტრალურ დაცვაში დიომანდე დაიმატეს, ოღონდ სხვა დიომანდე, უსმან დიომანდე სპორტინგიდან. უსმანი იქნება. არის ხავარ გვეთ მოვა. ხო და მაგან რაღაც გააკეთა ამ პრესეზონზე მნიშვნელოვანი და დამავიწდა. ანუ რაღაც აი გოლი გაიტანა თუ და მნიშვნელოვანი რატო იყო პრესეზონზე? აი რაღაც უცნაური რაღაც გააკეთა. საინტერესო გოლი იყო. ცენტრიდან გაიტანა გოლი რაღაც ეგეთი. ეგ მილენკოვიჩი და მურილიო კაი დაცვა, სელსი გამოცდილი მეკარეა. ვინგბექებზე ოლაინა თამაშობს, ავიცი, ამდენი ხანია უკვე და ვირწმუნოთ უკვე ამ ოლაინას და მეორე ფლანგზე ყავთ ნიკო ვილიამსი. შეიძლება კიდე ერთი ვინგბექი დაიმატონ, იწერება. დოდოზე დაიწერა ხო, დოდოს ერთი წელი დარჩა კონტრაქტის და ვარიანტად მოიაზრებენ, რომ დოდო დაიმატონ. სანგარეს რაციონალში ვიტორ პერეირამ ჩამთავრა Nottingham-ი? კი. აი ეგ გეშება იყო ყველაზე მაგარი რა, ანუ მადლობაო, რომ გაგვიკეთე, რაც გავიკეთე, გავიკეთე, მაგრამ კარგად. ლუზი არ ვართო. ჩვენ ლუზი არ ვართ, მაგრამ ეს დობა არ დავიკეთე. აი ვიტორ პერეირაც წარმოგიდგენია ისეთი ტიპი როგორ წავალდა. აი რა ვიცი, წავალდა. ეგრე შედაფა ხო? ხო. ხო დრო გვიჭერს და მოდი მაგიტო Nottingham-ს არ ვიცი მოკლედ ჩაფას რა მოლოდინი გაქვს და გადავიდეთ. ანუ არ გავარდნა რა. level up-ი ოლივერ გლასნერის გამო წარმომიდგენია რომ მოხდეს, მაგრამ რო ათეულში შევა და შეიძლება ევროზონისთვის იბრძოლოს Nottingham. აი ესეთი ხო აი ათეულში უკვე რო ევროზონა, ანუ წარმოგიდგენთ კრისტალ პალასს რო არ მოეგო ევროპა ლიგა და მოეგო პირობითად, ანუ კრისტალ პალასი რო ზედა 9 ეულში ყოფილიყო, ზედა 8 ეულში ყოფილიყო და ისე მოეგო კონფერენს ლიგა. მე-9 ადგილის გავიდოდა ევროტურნირზე წელს და ანუ 9 გუნდით რო არის ინგლისის წარმოადგენელი, მაგიტო ანუ ზედა 10 ფაქტობრივად ევროს RBL-ს ნიშნავს და Nottingham-ისგან ველი მოკლედ ევროტურნირზე გასვლა. უბრალოდ ისეთი სტეკტ არის თქო ზედა ნაწილი. აი ჩაჭეჭკი. მე-7 ადგილზე ველი Nottingham-ს. აი მაშინ აი თუ ეგრე გონი, ეგრე მგონი. ეგ აფსეთი. ოლივერ გლასნერი ეგ არის. ან ეგ არის, ან არა. მე 14-ე. ჩემთვის ეგრეა.
აი, გადავიდეთ მაშინ დაგვჭა 2 გუნდი. სანდერლენდზე ჩემს ყველაზე ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ რა. სანდერლენდს ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკებთ, რატო იცი, ტრანსფერი არ გაუკეთებია, გუნდს ტომა მუნია მოვიდა, კი. უფალ სანდერლენდს ფული არ აქვს ამ ეტაპზე. ანუ რაღაც ფული აქვს, მაგრამ ვერ ხარჯავენ და ძალიან ფრთხილად ხარჯავენ და ბოლო დღეებში უნდა ველოდოთ მაინც რაღაც აქტიურობას, მაგრამ უბრალოდ კაი ისა ამ გუნდის რო განიჭაკა დარჩა, გაუძლეს ამ წნეხს ჩელსისგან. დანარჩენ შემთხვევებში, ავიც შარშან გუნდი შვენივრად გამოიყურებოდა და ახლა იგივეს იმედი უნდა გქონდეთ, დარჩენა არის მიზანი. წინა სეზონში თუ გადაახდენ თავის თავს, achieving იყო ყველაფერი, რაღაც გააკეთეს. მე 7-ზე გავიდი. ნუ საოცარი შედეგია ჩვენ სანდერლენდმა, სანდერლენდი იქნება ევროპა ლიგაზე. რაც არის გასაოცარი ფაქტი. და ეს ახლა უნდა შეინარჩუნო რამენაირად ევროპა ლიგაზე იქნება არ შეერწყნა და რაღაც იქნებ კარგ შედეგს გამოკრან ხელი და პლუს პრემიერ ლიგაში დარჩენა არის მიზანი. დანარჩენი ხრივ სანდერლენდია დარჩეცვა სატრანსფერო საქმიანობაში და გადავით იმ გუნდზე, რომელსაც ბევრია ნამდვილად საალპარაკო. ანუ რა ვიცი, ის ბიტკოინი ქონდა ჩემი აზრით მიბმული და წერდა ტოტენჰემ ჰოტსპურ სტადიუმი, ამდენი ფული რო იშოვეს და ამდენი დახარჯეს მე-17 არ არის ეგ გეტყვი რა მოხდა. ფული ჩადეს, ინვესტიცია ჩადეს ოჯახმა, ლუისის ოჯახმა, რომელიც არის ფლობელი ტოტენჰემის, cash ინვესტიცია გააკეთეს ტოტენჰემში, იმის რომ ტოტენჰემს მოიხერხებინა ეს დიდი ტრანსფერები და გაიკეთებინათ. 207 მილიონის ნახევარდაცვა იყიდეს. და ახლა კიდევ ამას დაამატეს სავინიო, კოდი გაკპო და ერთი ფორვარდი. აი ეს სამი პოზიცია არის, რომელსაც აქტიურად იწერება, რომ უნდა გააძლიეროს გუნდა. ოსიმენი სად მიდის? ანუ მე მგონია რომ გრანდი ოსიმენს აღარ იკარებს, იმიტომ რომ ცუდი ურთიერთობა აქვს ჯამურად ოსიმენს აგენტს და არ უნდა თუ ეგეთი ტოქსიზმი შეიტანონ თავის. აი ვიღაც დაიმატებია, კრუპიზე ოფერი ქონდათ გაგზავნილი, პირველ ოფერზე მისცეს უარი ბორმუთიდან და მე მიიღო ტრავმა კრუპი, მაგიტო ვეღარ გადავიდა. სავინიო კარგა ხანია ცდილობს ტოტენჰემში გადავიდეს, ყველა პოსტს ალაიქებს ტოტენჰემის ფეხბურთელების კომენტარებს უწევს ცალ-ცალკე, არა მაგარი ხარ და რაღაცა. ანუ ყველას აი რენდომ ფეხბურთელებს რაღაცებს, ბენ დევის შეიძლება დაუწეროს ბენ რაშვები როგორ ხარ. ხო და სავინიო ალბათ გადავა, კოდი გაკპოს იწერება აქტიურად, რომ ლივერპულმა თუ ორი ვინგერი მიიყვანა, გაკპო წავა და ალბათ ლივერპულის გეგმა ეგ არის, რომ გაკპო გაიდონ, ირაულასში არ ჯდება მაინც და მაინც კოდი გაკპო ახლა სათამაშო ფორმატში. გაკპო, სავინიო, კუდუსი, ტონალიმის ცენტრი, რა ქვია, ფერნანდეშის ცენტრი, სკამზე გალაჰერი, არჩი გრეიმ ყველაზე მეტი წუთი ითამაშა პრესეზონზე ტოტენჰემიდან, გამოსტილი რობერტსონი, დაცვის ცენტრში სენესი ყავთ ბენჩზე. სენესი, ვანდევენი, ვანჰეკეს სამეული რო ყავს ცენტრში, უკვე ძალიან კარგია. უბრალოდ რომეროს კარგი იყო ეგეც არის. ნუ რომერო უბრალოდ ნახევარსეზონს ტოვებდა, ხან დაგაღალატებდა ყველა მნიშვნელოვან მომენტში, მაგიტო გავის. უბრალოდ ტოტენჰემმა ფეხბურთელები ვერ გაიდა სათანადო, ეგაა პრობლემა. 40 მილიონი რომეროში ცოტაა, 30 მილიონი სპენსში ცოტაა. მეც ვერ გადაიხდია უბრალოდ ვიკარიოში რამდენი არის? 10 მილიონი ერთი წლის მერე გულიელმო ვიკარიოში ცოტაა. სერიას გუნდები სულს ისე გაფავენ, რომ აი მეც ვერც გადაიხდე ინტერიც კი. აი პრობლემაა რა, იცი რატო ჩელსი ყიდის ფეხბურთელებს უკეთესად, ან არ ყიდის იჯარით უშვებს და ელოდება მომენტებს და იტო და იმდან იჩქარა ახლა რომ ფეხბურთელები სათანადო ფასად ვეღარ გაიდეს. ეთი აი მილანს თუ მიყიდი, იმიტომ მილანი ბევრს იხდის უკვე ფეხბურთელებს. უკვე კი. უკვე კი. ამორიმის მიყვანასთან ერთად დაიწყო. საიდან გაჩნდა? ხო და რაც შეეხება ტოტენჰემს, აი რობერტო დეძერბი ძალიან უხდება ტოტენჰემის ბოლო დეკადების მიმდინარეობას, იმიტომ რომ არასტაბილურია, ხშირად ჩავარდნები აქვს და საბოლოო ჯამში რობერტო დეძერბის კარიერაც ეგრე განვითარდა რა. არის ძალიან ბევრი და წარმატებული მიღწევა, საინტერესო ფეხბურთი, შეიძლება ხშირად დამღლელიც, მაგრამ ეს იდეა რაც აქვს ამ კაცს და მიყვება, მოაქვს ეს შედეგი, ხო? ოღონდ ტოტენჰემის მსგავსად რობერტო დეძერბიც ვერ გადავიდა ერთი ნაბიჯი წინ, რაც ნიშნავს მაღალი კლასის მწვრთნელის და მაღალი კლასის გუნდურობას. ბოლო შანსი აქვს. ეგ არის. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა ახლა. რობერტო დეძერბისთვისაც მათ შორის არის ახლა საუკეთესო და ბოლო შანსი იმისთვის, რომ ტოტენჰემსაც მისცეს ფიზგი და საკუთარ კარიერასაც და თავსაც. კონტეც ვეღარ გახდება რობერტო დეძერბი, იმიტომ რომ აი დეძერბი არის კონტეს მსგავსი იმ ხრივ, რომ აი გუნდიდან მიდის 2 წელს, 2 წელი ჩერდა და მიდის, რაღაც მიზეზით მიდის ყოველთვის, ან კონფლიქტი ან რაღაცა. ტოტენჰემში უნდა გაჩერდეს რამდენიმე წელი
და რაღაც წარმატება უნდა დადოს ამ გუნდთან ერთად. უკვე აუცილებელი ხდება. ეს არის მისი კარიერის აუცილებელი, მე მგონი ხდება ამ მომენტს დეძერბი, იმიტომ რაღაც გრძელვადიან გეგმებში ლაპარაკობს, გუნდმაც ამდენი ოცნება აუსრულა, ანუ ტოტენჰემს ამდენი არც ერთი მწვრთნელისთვის არ გაუკეთებია, რამდენიც ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გააკეთეს და მომავალში გააკეთებენ კიდე დადასტურებულად ვიცი დეძერბისთვის. ეგ მე მგონი ეშმაკურად წამოიღო დეძერბი, მე როდის იცი გასულ წელს როცა დაითანხმეს რომ გადასულიყო გუნდში. სუსტად მანდ მოპარა მე მგონი ყველას ეგ ტრანსფერები და ეგ ფინანსები დეძერბი. დავჩები დავტოვებ გუნდს და ამას გააკეთებ. ზუსტად მაგას დაიწერა ზუკა, რომ ეგ იყო წინა პირობა, რის გამოც დეძერბი მიიყვანეს, რომ ტოტენჰემი დახარჯვა ბევრ თანხას და ამიტომ დათანხმდა დეძერბი, რომ ზაფხულში გრანდიოზულ ცვლილებებს დაპირნენო და აჰა მიიღო ეს გრანდიოზული ცვლილებები, ახლა ჯერი მასზე არის. ვერ ვიტყვი რომ ტოტენჰემის პრემიერ ლიგაში დატოვება დიდი მიღწევაა, საერთოდ არ ვთვლი მაგას მიღწევად, იმიტომ რომ ვალდებულება უფრო მგონია და უფრო ტუდორის შეცდომა იყო, თორემ მე მგონია თომას ფრანკიც დადებდა ამ შედეგს თავისუფლად, რომელიც BBC-ის ექსპერტი იქნება ამ სეზონში. არ ვიცი რა, ტონალი კაი ტრანსფერია, ფერნანდეში არ ვიცი რა სულოდო ფერნანდესზე უფრო მეტი კითხვის ნიშანი მაქვს. ვაჰეკე ძალიან მომწონს, ძალიან სტაბილური ფეხბურთელია, სენესი უფასო ჩვენიერია, რობერტსონის გამოცდილება უფასო ჩვენიერია. რობერტსონი ძალიან ჩანდა ლივერპულში უბრალოდ აქ ძირითადი ფლანგი ცველა წარმოგიდგენია. შეიძლება აქ Washington broken იყოს, არ ვიცი. უდოჯია ვარიანტი, სენესსაც შეუძლია ფლანგზე და იმას ვანდევენსაც. ვერამე ნახე ამდენი დაზღვევა. ვანდევენს არ გაიმეტებენ ფლანგისთვის ესე მგონია რა. პედრო პორო უკვე 20 წელი უნდა ვისაუბრო. პედრო პორო არის სოფლიოში ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. ეგრეა გამოვიდა. ფაქტია, რომ ეგრეა და ეს ტიპი დაიტოვეს. ლუის დე ლა ფუენტე მოკლედ. კაცი რომელსაც ყველა ცდებოდა უმარტივესად. პედრო პოროს გამო გაუშვას ისა, რა ქვია. ზეცპენსი. აი ხო სპენსიც სახაზიათო ტიპი იყო უკვე ტოტენჰემისთვის ისე. მაგრამ ინტერშიც მარტივად გამოსეს ეგრე. მინდა ტოტენჰემურად თამაშობდა სპენსი. ხო, ბრენდირება ფეხბურთელის და ვილენან წარმოსახვა, ჯეთ სპენსი იმთავისი მისდამცავი. კარგია. ინტერშიც გამოვუვათ. ტოტენჰემისგანაც ზუსტად იმასველი, რომ აი ტოპ 6, ტრადიციული ტოპ 6 უნდა შედგეს და ტოტენჰემი სადღაც იქვე უნდა იყოს მე-4, მე-5, მე-6 ადგილები სრულიად მისაღწევია, იმიტომ რომ რობერტო დეძერბის ასეთუ ისე კარგად ვიცნობთ ჩვენ და ვიცით რომ ეგ შეუძლია. შეუძლია, ნახდად. აი ამ მაჟორულ დეძერბი. ტოტენჰემით ვასრულებთ მოკლედ. ჩვენი ხმას რა თქმა უნდა გაიგონებთ ახალ სეზონში. შაბათს ჰალი მანჩესტერზე მე და ზუკა მოგესალმებით და ასევე შაბათს ოდნავ მოგვიევით ბრენტფორდი ტოტენჰემზე ალექსანდრე, ასე რომ იმედია პარასკევში წება იგებს ვთქვათ. სეზონი პარასკევში წება, ფოფხა და ანდრო არსენალი კოვენტრიზე იქნებიან კომენტატორები. მოკლედ მგონი მაგრად დავიხალეთ და თქვენთვის საინტერესოდ ვისაუბრეთ. იმედია რაღაცეები, სადაც ვარაუდი გამოთქვით, ძალიან არაცდება სეზონის ბოლოს რეალობას, მაგრამ თუაც და ეგეც არ აუშავს, ესე იგი ძალიან საინტერესოდ განვითარებულა და მოულოდნელად სეზონი. მადლობა 2 საათის განმავლობაში ჩვენთან რომ იყავით და კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით როგორც ვთქვით შაბათს. ახონდის. კარგად.